პირდაპირ არის ბრალდება, რომ ფულს იღებ და ეკაბესელიაო ზოგიერთი ადამიანის ციხიდან გამოშვებაში. ყველა კითხვა დასვით, მე ძალიან ღია ვარ. ამნისტია იყო ჩვენი დაპირება. მე მახსოვს რომ შევდივარ და ამნისტიას რო ელოდებიან ამ 1000 პატიმრის ღმული. რაში მდგომარეობდა ეს რეფორმა? ავიღე ტელეფონი ბიზნეს და ვერკავ მასთან. დეტალებს მოგიყვებით. 10 გვარი წერია, 10 ჯალათი. საქმე სჭირდება, რომ ნაცები არ მობრუნდნენ და ეს არის დიადი მიზანი. შემომთავაზა რომ უნდა დაგაწინაურო. ყობახიძე ამ დროს პალმის თავმჯდომარე და ვერ მართავს პალმის. ყობახიძე მეუბნება მუდარის ტონი. შეგიძლია წარმოიდგინე ყობახიძეს მუდარა როგორ. დღეს გაიზარდა დიდი კაცია პრემიერ-მინისტრი. ეხლა სასამართლოს ამბობთ. ნაყიდი ყავს ეს ხალხი უმრავლესობა. იმანიშვილს. იმარად მოვა 9 გრამი ტყვია თავში. მაძი დევს კომპრომატები. ის არ გაახსენეთ ჩვენ ხო შევთან. კი, ეხლა გიყვები გაგრძელებას. შენ მორალურ საკეს შეინარჩუნებ. და დიდი სიამოვნებით ჩუგოშვილსაც იგივეს ვკითხავდი. აღარ მიშვებ? რადიკალურად შემეცვალა დამოკიდებულება ალბათ იგას მიმართ. მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ქალბატონი ეკაბესელია. მოგესალმებით. მოკლედ რაღაცნაირად ჩვენი გადაცემის დასაწყისებს ეტყობა ხოლმე თქო წეგან ვფიქრობდი რანაირ დღეს არის ჩაწერილი რა, მათ შორის განსაკუთრებით ეტყობა ჩვენი ცუდი განწყობა ისე დღეს თუ არის ჩაწერილი, როცა მორიგი პოლიტპატიმრები გაუშვეს ციხეში. ასეთი დღეა ზუსტად დღეს სამწუხაროდ 4 შაბათია და არა მხოლოდ ჩვენ განწყობას, იმასაც ეტყობა, რომ გიორგი ვერ მოასწრო ჯერ მოსვლა და შუა გადაცემის დროს შემოგვერთება სასამართლოზე იყო და ხო მანამდე ჩვენ დავიწყოთ იქიდან გამომდინარე რომ ცოტა შეზღუდული ვარ დროში. ამ თემაზეც მინდა აუცილებლად საუბარი და თქვენ რახან გამოცდილი იურისტი ბრძანდებით თქვენი შეფასების მოსმენაც მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული შესაძლებელია ალბათ იურიდიულად ის ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ სანამ გიორგით შემოგვერთება და უფრო მეტი დეტალი შეიძლება მოგვიტანოს, ამბავთან დაკავშირებით გვინდა დავიწყოთ ასევე ძალიან მწვავე და მე ვიტყოდი ტრაგიკული თემით, რაც ხდება ქალბატონ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. თქვენ განსაკუთრებით მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ დეტალში ჩახედული ხართ, შესულიც იყავით ელენესთან, როგორც ვიცი, ესაუბრეთ და რა ხდება მის გარშემო. ნუ ალბათ საზოგადოებას აღარ საჭიროებს იმის ახსნა, საერთოდ რა ბრალდებით ზის და მეგონი თემა ქვეყანამ იცის, მაგრამ თუ გნებავთ ამაზეც ვისაუბროთ და რატომ მოხდა ისე, რომ ასე უცბად გავიგეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, უცბად მოხდა რამე თუ ისევ და ისევ იმის ბრალია ეს ყველაფერი, რომ ელენეს არ უყვარს ასეთ თემებზე საუბარი. გამარჯობა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ყოველი დღე და არ არის მგონი დღეს გამონაკლისი დღე, რომ არის სამართალი ჩანაცვლებული პოლიტიკური ანგარიშწორებით. ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, რომელმაც დაიკავა სამართლის ადგილი და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში და დღევანდელი განაჩენებით ამის გაგრძელება რაღაცა ჩაკარგულია სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი, რომ მართლმსაჯულება იყოს სამართლიანი. რატო ხდება ეს? ამაზე ალბათ საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ უფრო ახლოს რომ მივიდეთ ამ თემასთან. დღეს თუ რამე ხდება, აი მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სასამართლო დარბაზებში გადატანილი. ყველაფერი იქ ხდება დღეს ან პირველი ინსტანციის სასამართლოში, ან ბოლო ინსტანცია საერთოდ არ ვიცი თუ არსებობს. ჯერ ვერ ვგრძნობ რომ არსებობს უზენაეს სასამართლო, მაგრამ რაც არსებობს ეს არის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელიც არის აი მთავარი ინსტრუმენტი დღეს რეჟიმის ხელში. ამიტომ ეს განაჩენები, რასაც ვისმენთ ჩვენ დღეს და სხვა შორის დღეს რაც გამიხარდა ერთადერთი იყო მარიამ მეყანწეშვილის მიმართ გამოტანილი უსამართლო იყო ეს განაჩენის, თუმცა სასჯელის ნაწილში იყო, არასაპატიმრო იყო და ნუ ესეც რო გვიხარია უკვე ამით უნდა გავზომოთ, რამდენად ძიმე დღეშია დღეს საერთოდ სასამართლო, ხო?
ჩაგეკითხებით, აქვე ჩაგეკითხებით კი არა, მინდა რაღაცნაირად შეგახსენოთ და ამაზეც მოვისმინოთ თქვენი აზრი. აქ არის მნიშვნელოვანი ნიუანსი ხარ უბრძანეთ, რომ გადაინაცვლა სასამართლოებში პოლიტიკურმა დღის წესრიგმა. მნიშვნელოვანია ის დაპირება, ერთ-ერთი შესრულებული დაპირება, რომელთაც ქართული ოცნება მოვიდა, რომ ჩვენო გირგვლიანის პროცესის შემდეგ მედიისთვის დახურულ სასამართლო დარბაზებს გავხსნითო, გახსოვს მანანა კობახიძის ეთერიც ამასთან დაკავშირებით ხშირად დამიდია Facebook-ზე და დღეს მივიღეთ რეალობა, რომ აი ზუსტად ეს დარბაზები, სადაც პოლიტიკამ სამართალმა და ყველაფერი მეთოდად გადაინაცვლა, დაიხურა. სხვა შორის მე ძალიან მტკივნეულად მივიღე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მაშინ მე ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის, როდესაც ეს ცვლილებები მივიღეთ და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომ დარბაზები გაგვეხსნა, იმიტომ რომ იქამდე მე მახსოვს როგორც ადვოკატი, რომ შევდიოდი სასამართლო დარბაზებში, რაც ახლა ხდება, ვერ ვიღებდით, ვერ ვწერდით, ტრანსლირებას ვერ ვაკეთებდით, სამართლებრივად ვამბობ. და მახსოვს ადვოკატები ტელეფონებსაც ტოვებდნენ გარეთ. და როდესაც გავხსენით სასამართლო დარბაზები, მეგონა რომ არზოს არ დავხურავდით. და როდესაც დაიხურა, მახსოვს ანდრო ჭიჭინაძის და აი 11 პატიმრის საქმეს იხილავდა სასამართლო და ზუსტად იმ სასამართლო პროცესზე მოგვისწრო ამ გადაწყვეტილებამ და ზუსტად ვიგრძენი რატო გააკეთა ეს მაშინ ქართულმა ოცნებამ იმდენად მორალური უპირატესობა ჰქონდათ სინდისის პატიმრებს ამ პროცესების საჯაროობის დროს ამ საზოგადოება ხედავდა რა ხდება ამ საქმეების მიღმა. უღირდათ რომ აი მიშას გადაწყვეტილება გაემეორებინათ, ოღონდ ეგ არ მოხდა. ოღონდ ეგ არ ენახათ, იმიტომ რომ იმდენად და როგორ ჩანს მათთვის ხოთა მძიმეა ეს რომ მიშას ხო, იქ რა პარალელს რა აკეთხა, შორის ჩემთვის ყველაზე ადვილია ამ პარალელების გავლება, იმიტომ რომ მე იმ პერიოდშიც ადვოკატი ვიყავი, უბრალოდ მე შემდეგ ამ გუნდთან ერთად მეგონა რომ რეფორმებს ვაკეთებდი და რაც კარგი გააკეთდა იმ წლებში, მათ შორის ეს გახსნილი დარბაზები დაიხურა ისევ და პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა და ყველა ხელისუფლების დროს ყოველთვის იყო ჩემთვის აი წითელი ხაზი, რასაც ვერავის ვერ პატიობდი. მოკლედ დაუბრუნდეთ ამ ამბებს, ყოველდღიურ ამბებს, რომელიც აჩვენებს ამ დიაგნოზს, ხო, რაც სჭირს ახლა ქვეყანას. ელენეს ამბავი ისტორია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. მე რომ ელენე ბოლოს ვნახე თვეების წინ არ იყო ისეთი არაფერი არ ხდებოდა იმის გარდა რომ სამართლოდ იყო დატყვევებული და ის განაჩენია აი თქვენ რაც ახსენეთ ყველამ კი იცის მართლა ბანერზე წარწერა ხო ეს არ არის სიცხის სამართლის დანაშაული ეს არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ქმედება რომელიც შეიძლება ან მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მაგრამ არ მოგეწონოს ამას არ ქვია კანონის ენაზე დანაშაული ან მით უმეტეს დანაშაული რომლის გამოც პოლიტიკოს უშვებ ციხეში ხო ეს იყო აი ყველა პარამეტრი აჩვენებდა რომ სადამსჯელო განსაკუთრებული საქმე იყო ეს რატო იმიტომ რომ ელენია თვითონ ესეთი ძალიან პრინციპული თამიმდევრული ესეთი გაბედული და მოგეთ რომ ნახეთ ციხეში არ იყო ცუდად თუმცა ეხა მას ის სამედიცინო დიაგნოზი რაც ეხლა აქვს გართულებული იქამდეც ჰქონდა და ეს მოსამართლე მიცოდა როცა მას ციხეში უშვებდა ამაზე ელენე არის საუბრებდა მაგრამ იცოდა ხო ეს იყო ცნობილი ფაქტი ელენეს ხასიათი რომ ის არ უყვარს და არ არის ჩვეული რომ თავის წუხილებზე ილაპარაკოს ალბათ ეს ხასიათი და ეს თვისება ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახდა ალბათ ის რომ ცოტა გვიან მიაქციეს ყურადღება ექიმებმა მას თუმცა ეს არ ამართლებს სამედიცინო სისტემას ციხეებს ეს პრობლემები უდგას დღეს პატიმარი ამას გეტყვის თუ არა თუმცა ვიზუალურად შესამჩნევია მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა და ეხლა რომ ვნახე 3 დღის წინ სხვა ელენე ვნახე ხელჯოხით და ტკივილისგან მოხრილი და ჩემთვის იყო აი თან ვცდილობდი რომ მეთქი არ შემამჩნიოს თქო მაგრამ ყველაფერი მემჩნევა სახეზე ეს ემოციები ზუსტად ვიცი ვცდილობდი რომ მეთქი რაღაცა ხო ალბათ ის იყო ცოცხლს ვიდრე შემოვიდო და ესეთი წესი აქვს ციხეს ეს დეტალებს მოგიყვებით ხო ვიდრე შემოვიდო და ციხეში პატიმარს ვიდრე ვხვდებით მასაც ამოწმებენ
და ჩვენც გვამოწმებენ, ну, აი ჩემოწმება კი ცალკე ამბავია, ყველა შესვლაზე ომი მაქვს იქ, იმიტომ რომ იმ მეთოდებს არ ვცნობ, რა მეთოდებითაც ხვებს ამოწმებენ, როგორც წესი ადვოკატებს და არ ვემორჩილები ამ წესებს. არც ჯვარს ვიხსნი იქ და არც სხვა რამეებს არ ვაკეთებ და ყველა შესვლაზე მიწევს, აი ვეუბნები რომ აი გამორიცხულია და ну, ეხა მიეჩვენენ ამას, რომ რაღაცა მე ამ წესებს არ ვიღებთ. თან პატიმრობის თვითონ ციხეების რეფორმაზეც მუშაობდი და მეუბნები რომ ასე არ დაგვიწერია ეს კანონი როგორც კითხულობენ. მოკლედ ეს ცალკე ამბავია, იქ შესვლა, ყველა შესვლა არის დიდი ომი. მაგრამ მე თვითონ პატიმარსაც ამოწმებენ, როდესაც მოყავთ და ელენე შეიყვანეს ჯერ შესამოწმებელ ოთახში, რომ რაღაც არ გადმოქცეს მოკლედ უკანონო ნივთი. სისულელეა, მაგრამ ესეა. და ვერ მივხვდი რომ ელენე იყო. აი პროფილში რომ შევხედე რომ შეყავდათ ადამიანი ჯოხით რომ მოდიოდა ვერ მივხვდი. არც თუ ისე დიდი მანძილი არ იყო და მე რომ შემოიყვანეს ოთახში, ჩემთან ერთად ადვოკატი იყო და ну ის მართლა ცუდად გახდა. და თვითონ რომ შემოვიდა, რომ დაჯდა უკვე ტკივილი რომ ადამიანს ტკივილი ეტყობა, როგორც არ უნდა მალავდეს, ეტყობოდა თან მოხრილი იყო და ხო, პირველი უთხარი საყვედური. რომ ეს თქო მე, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ შევთანხმდით მაშინ, რომ ამ რაღაცე გაგიზიარებდათ. ხო, თან ციხის დირექტორი მას წლებია ვიცნობ, ქალია ეს დირექტორი, ვიცნობ პირადად ჩემი კურსელია, მაქვს კომუნიკაცია და სხვა შორის უგახსნელი იყო ამ კომუნიკაციაში, ზოგიერთებისგან განსხვავებით ხა ვიღაცა საერთოდ რო დამინახავენ ეშინათ რომ სალამი არ წამოწდეთ და ვიღაც საერთოდ ალბათ ტელეფონსაც შლის, მაგრამ არ დარჩა რამდენიმე ადამიანი, ვისაც ესმის ხა რაციონალურად, რომ რა პოზიციაც არ უნდა გქონდეს, არის რაღაცები, რაზეც არ შეიძლება იქცეოდე ველურად. მოკლედ ამ დირექტორთან მე სულ მქონდა კონტაქტები, იმიტომ რომ მე ციხეში ხშირად შევდივარ და მაკვირდები როგორ ექცევიან იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებით საყურადღებოა. და მოკლედ საყვედური უთხრა და მითხრა რომ ხო, ცოტა გვიან ვთქვიო, მაგრამ მე მომიყვა ეს ისტორია, როგორ გართულდა. ანუ ციხის დირექტორმაც გვიან გაიგო შესაძლოა. გვიან, როგორც მითხრა, გვიან გაიგო, ელენემაც მითხრა ეგ, მე როცა უკვე კომუნიკაციასა და ადვოკატის საშუალებით, ну რაღაცა ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს გამართლება კი არ არის, უბრალოდ ახსნა ამ დამძიმებული ვითარების და მათ შორის შუა პერიოდში ექიმები იყვნენ კავშირზე და ეხლა დისტანციურად შემოწმება ესეთი პაციენტის თუ ადამიანის, რომელსაც აქვს რთული დიაგნოზი და დისტანციურად 7 თუ 8 ვიდეო ჩართვა ქონდა ექიმთან იქამდე, როგორც მითხრა. ну ფორმალურია ეს, არ არის, ხო, ეს შედეგის მომტანი. ანუ ვიდეო ჩართ უბრალოდ სიმპტომები გამოკითხა ექიმ. ცოტა რო წავიწიოთ, რამე მნიშვნელოვანი თუ მოვიყევით, არ მინდა გაგაწყვეტინოთ, უბრალოდ აი რაღაცა იმაზეც იყო საუბარი, კონსილიუმივით უნდა შედგեցო. ეხლა უკვე მივედით აქამდე, ანუ ბოლო კარგი შედარებით კარგი ამბავი ის არის, რომ აი ამ პირადი კონტაქტით და შემდეგ მე უკვე დირექტორი ნახე, ელენეს ხოვნა გადავეცი, ელენემ თავისი ადამიანი დაასახელა ექიმი, ვისაც ენდობა და მთხოვა რომ აი ეს ექიმი დაუშვა ყველა პროცედურის დროს, მით შევიდა უკვე ქალბატონი ანი და ეხლა უკვე ეს პროცესი დაძრულია. მე ამას უბრალოდ ეხლა აი დღესაც აქ მოსვლის წინაც ციხის დირექტორთან კონტაქტზე ვიყავი და დღეს ვერ შევიდა ის 5 საათზე შეცვლილიყო სხვა ექიმი. მაგრამ შევა ალბათ ხვალ, იმიტომ რაღაც დოკუმენტაცია მოსამზადებელი. მოკლედ, პროცესი ახლა უკვე კოორდინირებულია და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. აი, გიორგი შემოგვიერთს და ეს თემა რომ ამოვწუროთ, ხა ელენე ხოშტარიას ამბავზე საუბრობდით, იცი რა მაინტერესებს, აი ბოლო რო შევკრათ ეს თემა. თქვენ პირადად როგორ უყურებთ განცდის დონეზე, განცდაც ჩამოყალიბებული იმ ინფორმაციებით, რაც გაქვთ გარშემო, აი ეს სამედიცინო საჭიროებები, რაც რეალური გამოიკვეთება ამ ექიმების მუშაობით და დაკვირვებით, არის პოლიტიკური მზაობა, ეს კითხვა უნდა დავშვა მაინც, რომ გაუკეთდეს ყველაფერი, რაც თუ აქაც შეიძლება არ იყოს მარტო ეს ციხის უფროსის და ექიმების გადასაწყვეტი. ჩემი აღქმა პირადად, რაც მე იქ მოვისმინე ციხის დირექტორისგან და მთავარ ექიმიც იქვე მოიყვანა სასაუბროდ ალბათ მეტი სანდოობისთვის.
დავინახე რომ ეს მზაობა არის იმიტომ რომ საფრთხეს კარგად ხედავენ რაც შეიძლება მოყვეს გართულების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი გართულების შემთხვევაში ეს ესმით და ამიტომ მართლა დავინახე ეს მზაობა და მგონია რომ კი გააკეთებენ იმას რაც უნდა გააკეთდეს ისინი კი მაგრამ პოლიტიკური მოთხით ხარ შეუშლიან ვიღაცები ხელმძღვანელობა მაგას არ მგონია მაგრამ მზაობასთან აი თვითონ რამდენად არის მზად რომ გარედან იმიტომ რომ ეს არ არის მარტივად სამართავი დაავადება და კონდიცია რაც არის ელენესთან და იქ კომპეტენცია მაგისი არ არის და რამდენად გარედან მიწოდებული დანიშნულება და ვთქვათ აი ეს მონიტორინგის სქემა რამდენად მისაღები ან იურიდიულად რამდენად გადაყვანა ალბათ აი არც იქ იცი როგორ არის გიორგი ეხლა ჩვენ გავჩერდით იმ ეტაპზე როდესაც ჯერ საბოლოო დიაგნოზი დასმული არ არის როგორც დირექტორმა და მთავარმა ექიმმა თქვა, ნუ დირექტორმა, რომელიც საუბრობდა არამხოლოდ თავის სახელით, მითხრა, რომ ეს იყო შეთანხმებული მის დეპარტამენტთან, რომ მზაობა არის, რომ დიაგნოზი როგორც კი დაისმება, თუ ეს მკურნალობა არის შესაძლებელი აქ, რაც სჭირდება, გაუკეთებენ ყველაფერს. მათ შორის არის მზაობა, რომ მედიკამენტები თუ პრეპარატები რაც აქ არ არის შემოიტანონ. მათ შორის თუ თურქი ექიმების ჩართვა არის საჭირო, ესეც უზრუნველყონ და გააკეთონ. ეს მითხრა. ძალიან გასაგებად ღია და მკაფიო თქვა, რომ ამის მზაობა არის. ხო, იმიტომ რომ არ დამჭირვებია მართალი გითხრა დიდი ძალისხმევა. ხა ამეხსნა რას ნიშნავს თუ ასე არ იქცევი, ამას არ იმიტომ ესმის ეს ძალიან კარგად, არა მარტო ესმის, როგორც ჩანს ეს ხარდაჭერა მას მიღებული აქვს. ეს სხვა შორის ვიგრძენ იმით, რომ მეორე დღესვე ის ექიმი, რომელიც ელენე მითხოვა, შეიყვანეს. როგორც კი მივაწოდე ეს ინფორმაცია, შეიყვანეს. ხა დღესაც უნდა შესულიყო, ვერ მოესწრო, მაგრამ ხვალ მაინც უნდა შევიდეს მეორე რევმატოლოგის მაინც ციხის სამბავს უფრთხილდებიან გამომდინარე წარსული გამოცდილებიდან, საკვების შეტანაც რაღაც შეიცვალა. ხო, შეს კვებაზე მითხრა გიორგი ელენემ, რომ აი ერთ-ერთი რაც მართლა ძალიან კარგი არის კვება. ხუმრობდა კიდევაც ესეთ საკვები, אז მგონია პირადად მიმზადებენო, გაიხუმრა, იმიტომ რომ მართლა კარგი კვება გვაქვსო. თუმცა იგივეს არ ამბობენ გლდანშიც ხო დავდივარ. იქ როგორ არის, იცი რაღაცებს მეუბნებია რომ აი რაღაცა აი ხა ანდროს ველაპარაკებოდი, ანდროც ვნახე და სხვები ჭიჭინაძეს და სხვების რამდენიმე ვნახე. ნებადართ ეს ხა შეტანა, ხო ეს რაღაც სამჯერ იყო წელიწადში და ეხლა როგორც ჩანს მაგან თან მიშილი აქვს და მიშილებს ხო ცოტა სხვა რეჟიმი აქვს. ისევე როგორც მიშილი აქვს ელენეს და აი შეუძლია ყოველდღე დარეკოს და შემდეგ. კვება რაღაცეები კარგია, ამბობენ რაღაცეებს ვერ იღებენ. 2-3 დღე იჭმება. თუმცა ელენეს შემთხვევაში როგორც თვითონ მითხრა, კვებას არ ემდურის და არც პერსონალს სხვათა შორის. ეს თქვა, რომ ხო მე ყველაფერზე ვაკრიტიკებ ყველას, მაგრამ ისე ხო ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. მითხრა, რომ აი პერსონალი ვისთანაც უშუალოდ მასაა კონტაქტი, ამბობს რომ ძალიან კვალიფიციური. ესეთი მომენტია ეს მარტო პოზიტიური რამე თქვი ციხის პერსონალზე და დირექტორზე არ შეიცვალონ იქ ადამიანები რამდენიმე დღეში ეს ხდება. მე მგონია რომ ეს არის мотиваცია. იმიტომ რეალობას ვამბობ, მე არ მახასიათებს საერთოდ თეთრ შავი. ყველა რატომ უნდა ვთქვათ ადამიანები და ესენი ვიცნურ მომენტს ციხეში სადაც ამის ხმა უფრო გასაკვირია, იმიტომ რომ ძალადობისკენ ხო გამოკეტილი არის. არა, მე მგონი ყველა სწორია თქვა ის რაც არის. არც მეტი, არც ნაკლები. სადაც პრობლემაა სამედიცინო კუთხით. პრობლემა აქვს. ეხა ის რომ დისტანციურად ექიმი არ უნდა ელაპარაკებოდე პაციენტს. მარტო ელენეს შემთხვევაში არ არის, ანუ გულისხმობ რომ არ გაბრაზდნენ ვიღაცები მიყურებენ, ესე კარგად ხუცებით, აი კაპისელი აქ მაყოფილია, მან რაღაცა ვერ გაქვს იმკაცრე ეთყობა, აქეთ არ უთხრან საყოველთაო იმედი. არა, მაყოფილი როგორ ვიქნებით, როცა ადამიანი ნებართვაზე ყველა საქმის კურსია ჩათვალე. როგორ ვიქნებით ადამიანი რო აღწერე, ხო, აი როგორ რაც აღწერე, აქამდე რომ მივიდა ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ ეხლა რომ ამ საფრთხეს თვალს უსწორებ. ხო, ესეც რაღაცა არის, ხო გეთან. ადეკვატური თუ ამ მომენტშიც არა ხარ, ნუ მაშინ თვითონ რო აიღებს პასუხისგებლობას დირექტორიც ხო ესმის ეს, იმიტომ რომ პატიმარზე ვინ არის პასუხისგებელი? სახელმწიფო და სახელმწიფოს თავისი ინსტრუმენტები აქვს და პენდენციური სისტემაა პასუხისგებელი. ეკა რა უნდა გითხოთ, აი თქვენ როცა იყავით ხელისუფლების ნაწილი, მაშინ აი პენდენციურ სისტემასთან რამე შეხება თუ ქონიათ ან რაღაც მისი გასწორებასთან. ხო, მაგიტომ ვიცი და აი მაგის გასწორებასთან, და მე რასაც წავაწყდი იქ აი პატიმრები, რომლებიც ხედან იქ დანაშაულის გამო, ხო? და ზოგი ასაკშია და ჭირდება რაღაც გარკვეული მონიტორინგი ჯანმრთელობის. იქ ექიმებს უბრალოდ კი არაფერს ვიზახი, მაგრამ არის რაღაცა კომპეტენციები, რომელიც იქ შიგნით არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და არც არის პროაქტიულად, აი გამოიკვლიო
პატიმრის, აი მაგათ გულსიზარხვთა სისტემა რა ჭირდება, წნევა აქვს, არა აქვს, რომ დაურეგულირო холестерინი, რაღაცა რომ თქვა აი ადამიანი რომელიც ის 5 წელი, 7 წელი, 8 წელი სიტყვას ხო რომ გამოდის, ან იქვე ინფარქტი არ დაემართოს, იქ რომ ინფარქტი დაემართოს, შანსი 0 აქვს რომ გადარჩეს, უბრალოდ დროში ვერ მოესწრება. არსად დეფიბრილატორი არ კიდია ციხის თქვა იმ ფლიგელებში, სადაც აი რაც აუცილებლად საჭიროა და თვითონ იქ ზედამხედველმა ოფიცრებმაც უნდა იცოდნენ იმის გამოყენება კარგი იქნებოდა. აი ეს რაღაცეები იყო ჩადებული ოდესღაც და არ გაკეთდა თუ ჯერ უბრალოდ ჩვენი ქვეყანა ვერ იყო მისული ეგეთ დეტალებამდე თუ როგორ იყო? იცი რა ამის პასუხი. ეს რეფორმა როგორ გაკეთდა ხო აი საინტერესო იქნება ბარემ თემაზე. იცი რომ შევედი ციხეში პირველად 29 წლის წინ. ხო ნუ მაშინ ეს ხო იცი რას ნიშნავს? ყველაფერი ნანახი მაქვს ეს 29 წელი რაც ციხეებში ხდებოდა. და შევდიოდი აი რეზბალნიცას რო ეძახდნენ ამ ჭალაში ახლა რომ დანგრეულია იქ რომ სამავტყოფოში გადაყვანაზე ოცნებობდნენ პატიმრები როგორ მახსოვს ისა დავით მირცხულავა რო გადაიყვანეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად გამოვიყენეთ დროებით ღონისძიება დამჭირდა იმის რომ სამავტყოფოში გადაგვეყვანათ ეს სამავტყოფო იცი რა იყო რომ ქვეწარმავლები და ისინი დარბოდნენ ხვლიკები. მაშინ სამოქალაქო სამავტყოფოებში სერვიკატები კნუტებთან ერთად დარბოდნენ და ძაღლები. ამას იმიტომ გიყვები რომ დირექტორსაც უთხარი გდანში რამდენი წელია თქო რა ვიცი სისტემაში რო ხარ თქო და მე რომ მითხრა წლები მივხვდი რომ იმის მესამედია რაც მე მაქვს ციხეებში ნანახი მოკლედ 29 წელი ხო არ არის ცოტა. პირველი რაც გავაკეთეთ რომ მახსოვს რომ მოვედით ხელისუფლებაში იყო ის დიდი ამნისტია და ძალიან ბედნიერი ვიყავი და დღემდე ვარ ამ შედეგებით იმიტომ რომ დიდესი გავლენა ქონდა ყველა შეეხო თითქმის და მეორე იყო რეფორმა ციხის რომელზეც მუშაობდი იმიტომ რომ ადამიანის უფლებების კომიტეტი მებარა და პირდაპირ იყო ჩემი საზედამხედველო უწყება თლიანად შეიცვალა ეხა იქამდე შეხო არის იქ რა ხდებოდა ხო არა მე რაც ნახე ხო ეგ ვიცი და რაღაც კითხვები მაქვს ხო შევდიოდი რა იყო მე მაინტერესებს აი უფრო რა შეგვიძლია მეტის გაკეთება აი მაგალითად ინტერნეტის კუთხით რა არის იურიდიული მოდი აი სამედიცინო წელზე გქონია რომ ყველა ჩავარდნილი ეგ არის და შემეცნებითიც ალბათ გამომდინარე იქნა რა ტემპით ვითარდება გარემო რომ გამოდიან ალბათ უცხო პლანეტაზე გზნობენ თავს ხო პირობები უკეთესი არის ვიდრე იყო და მე ნანახი მაგ და ამიტომ ვამბობ მაგრამ ეს არ არის სტანდარტი არ არის სტანდარტი, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, როდესაც თუნდაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონის საშუალო სტანდარტიც არ არის ციხის სტანდარტი. არ არის. არა. აი რავი საწოლებია ისეთი და ლეიბების ზედ რომელიც უბრალოდ ხერხემაზე ოდნავ მაინც თუ პრობლემა გაქვს, უბრალოდ აი ფურჩქნის იმ პრობლემას. ხო, იმიტომ რომ მე მინახავს ევროპული სტანდარტი, მაგრამ არ ნაყოფი შეიძლება. შენ ძალიან გაგიჭირდება. კვებაზეც აი პროდუქტები იხარჯება რეალურად, უბრალოდ გემო არა აქვს, რა აი პატარა ხელისშევლება უნდა და კიდე მაინტერესებდა ხო ეს სამედიცინო ნაწილი და ხა მოჭრია და იტყვიან მიშა ხახს ხოცავდა ციხეში და ესენი პროდუქტი შეგვიძლია. ბიჭო, ვიროდის ხოცავ, ასე 27 წელს ასახლებდნენ ხოცავდნენ და ხვიტავდნენ ხა რა ვიცი, მე შედარება, იმიტომ არ მომწონს რომ ის თუ არ ხდება, დღეს სხვა რაღაცები უფრო მძიმედ ხდება და თან სხვა დროა, წინ წავედით, აი იმაზე უარი ვთქვით და მე ნანახი მაქვს შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის ციხეები და ნუ წარმოუდგენლად სხვაგან ვარ, რა თქმა უნდა. და ესეთი, ეხა ეს ციხე ხო მაინც ესეთი რაღაც ეს ხო ზოგადად ქვეყნის განვითარებით რო ვერ შეედრები, გასაგებია რომ დრო დაგჭირდება და შეიძლება ვერც დაეციო, იმიტომ რომ ისინი ვითარდებიან. მაგრამ აი კონკრეტულად აი საპრობილეების კუთხით რომ ამაღლდეს რა დავარქვათ ხარისხი ქვია ამას თუ იცი რა უფრო ისეთი პირობები რომელიც ხელს შეუწყობს პატიმარს გარეთ რომ გამოვა ვისაც სურვილი აქვს რომ ნორმალურ ცხოვრებაში ჩაებას აი მაგარი ეხლა უკვე თან ძალიან გონია რომ ეს ძალიან ძაფრად დადგა ეგ საკითხი მათ შორისაც ხელოვნური ინტელექტი განვითარდა პროფესიებიც ნელ-ნელა რაღაცა ტრანსფორმაცია ხდება სხვანაირად იცვლება ადამიანი რომ გარეთ გამოვა ორი ვარიანტი აქვს რაღაც უნდა წავიდეს და ძალიან ფიზიკურ შრომაზე იშრომოს ან თუ თქვა ხა ციხეში 8 წელი და 10 წელი როზე ხარ შეიძლება რაღაცა ისწავლო და გამოხვიდე ცოდნით გარეთ და აი თქვა ინტერნეტის მხრივ რა არის იურიდიული დაბრკოლება რომ მაგალითად არ გქონდეს მიმოწერის საშუალება მაგრამ აი რაღაც შემეცნების საშუალება ქონდეს რაღაც მოიხმაროს აქეთ ინტერნეტი იქით ანუ აუთპუტი არ ქონდეს თქვა ინფორმაციის თუ ეგ პრობლემა გარეთ ვერაფერს ვერ იმაშვებოდეს უშვებდეს ინფორმაციას მაგრამ რამის მოპოვება თუ უნდა ან რაღაცა ვიდეოებს უყუროს, რაღაც ლექციებს უყუროს, რაღაცეები ისწავლოს, თქვა გამოიყენოს, გამოყენება ისწავლოს. ეგეთ რაღაცეებს, აი, არის რაღაცა თქვა კოდექსში ისეთი რამე ან გამოძიების დროს, ან რაღაცის დროს, რაც ხო არის. მაგას აქ თავისი ბოდიში თქვენ გაწყვეტე, მაგრამ მაგალითად აი
დილეტანტურ ჩემი რაც მომივიდა თავში, მაგას ვიტყვი ხა. იქ თუ იცი ან ადვოკატისგან ან ვიღაცისგან რომელიღაც ჩენელზე შედიხარ პირობითად რაღაც YouTube-ის ან რომელიღაც საიტზე და იქ თავისუფლად შედიხარ, შეიძლება წინასწარ იქ გარედან მოგაწოდონ ინფორმაცია იქ განთავსებული რაღაცა ვიდეოების საშუალებით პირობითად რაღაც ჩენელზე და შიგნითაც რაღაცა დაიგეგმოს მაგით. ამიტომ თეორიულ საფრთხეს შეიცავს. ციგნში შეგიძლია არ ყოფილა დილეტანტური? არ არისო დილეტანტური, ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო. მაგას გვერდსაული ეგრევე. აი არსებული პირობებით მინდა გითხრა. ეგრევე. მე მგონი პიჩერ ჩვენ შორს ვართ აქამდე, იმიტომ რომ პირველი იმით უნდა დაიწყოს, რომ როგორც შენ უკანონო პატიმარი იყავი, ხო? საერთოდ არ უნდა გყავდეს პოლიტიკური პატიმრები. ციხეში ამით უნდა დავიწყო, რომ სასამართლო გავდეს სასამართლოს. რომ ეს ხალხი არ უნდა იყოს საერთოდ და პროკურატორმა სასამართლოა მთავარი მაინც, იმიტომ რომ ბოლოს სიტყვას ის ამბობს. მეორე ის რომ ეს თავარი. შემდეგი არის რომ პატიმრებს თავისი ლიმიტი აქვთ და არის სპეციალური სტანდარტები, რა ზომის ოთახებში შეიძლება იყვნენ. ეს სტანდარტები ყველგან დარღვეულია. იმაზე მეტი პატიმარი ყავს ჩვენ ვიდრე უნდა იყოს. და არც ერთი სტანდარტი არ არის დაცული, რაც ევროპული სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტებია. რაღაცას გავდა რა ზომა და სივრცე რო ვეტეოდით. 2 კაცი ვიყავით 4 კაციანში. მანამდე 4-იც ვიყავით, მაგრამ დაგვტოვეს ბოლოს. აი ეგ იყო რაღაცა, რასაც რაში შეიძლებოდა კიდე სლათ იმაში არ ყუთში არ გეგოს თავი რა. და ნუ ეხა ის 4 და 5 ხარ უბრალოდ ტელევიზორი რო არის ეგ კი საჭიროა და არ არის ცუდი, ვერ ვიტყვი რომ ხა ეს არის ყველაზე კარგი ამბავი, მაგრამ საჭირო, მაგრამ ბევრი რამე არ ვიცი, ყველას აქვს საშუალება გაგრილების სიცხეში რომ აუტანელი არ იყოს. შარშან იყო მაგაზეც ბევრი საუბარი რომ იხუთებოდნენ უბრალოდ. იქ არის რაღაც დიდი ვენტილატორი კიდია, რომელიც არის გარეთ სახმარი და იმას რომ თავ უბრალოდ ერთმანეთის ლაპარაკი აღარ გესმის და ეგროს უჩართული ქონოს თერიზაფული უბრალოდ საფხულის ბოლოს იქნები შეში, ანუ ფსიქიურად შექშლის, ისეთი ხმაური აქვს რა. და ორი გაგრილების სისტემაო, ესე თქვა, იმ რა ქვია, გორდულაძე გამოდგა, მაშინ ციხეში რო ვიყავი ჩვენ, მე რო ეგ ვოისი ჩავწერე და გაგრილების სისტემა კი არ არის ვენტილაციის სისტემა, რომელიც უბრალოდ ჰაერს ცვლის საკანში და მეორე რაღაცა აქვს დაკიდებული, რომელიც გარეთ უნდა იხმარონ და საერთოდ არ შეიძლება, ანუ წყალი ისხმება და ატომაიზერი აქვს და იმას აფრქვევს, რა ქვია, აი წყლის აი ეგეთი რაღაცაა რეალურად, ოღონდ წყალს არავინ არ ასხავს ხა შიგნით და იმის ჩართვა შეუძლებელია და მაღაზიაში მე ეს ვენტილატორები ძალიან რთულად შემოდის, ციხის მაღაზია მუშაობს ძალიან შეფერხებით, უბრალოდ რაღაცები არის, რომელიც შეიძლება და არ მოაქვს. კი, აი ის მითხრა ზუსტად, სხვა შორის ახლა რომ ვიყავი ბოლოს შესული გლდანში, რაღაცები უნდოდა და არ იყო მაღაზიაში, მე კი მითხრა ელემენტარული ტანსაცმლის სათავსოების ყიდვაში აი რაღაცა დრაკონი მოუკალი და აი ის იყო რაღაცა თავგადასავალივით იყო მთელი 8 თვე რაღაცების მოპოვებაში ვიყავი. გიო, ციხეში მე დარწმუნებული რომ იმდენი ესეთი პრობლემა რაც საინტერესოც არის, რომ ეხლა რომ გავაგზავნოთ ჩამორთმევს ძალიან გაგვეწელება. ისეთი ადამიანი კონსტიტუციურად ეხლა ესენი არ მეკითხა. ერთი სერიოზული პრობლემაა, რაც აუცილებლად უნდა გავახმოვანოთ. გიორგი მინდაძე მითხრა ეს რომ ნახე ეხლა და სამედიცინო საკითხზე ჩაგეჭერებს და აღარ გათქმევს. გიორგი მინდაძე მეუბნებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა, რომ ეხლა უკვე მიჟილი აქვს ხო სამართლო განაჩენია, მაგრამ გადასვლა უნდა ზონაში, ხო, და იქ არ გადაყავთ. სხვა შორის რომ მივედი დირექტორს უთხარი და ნუ მითხრა რომ ხო, ვიცი ეს პრობლემაა, მაგრამ უსაფრთხოების ამბები აქვს. უსაფრთხოების საკითხები, რომ ეხლა სხვა პატიმრებთან კონტაქტი ეს არ არის სამართლებრივად გამართული არგუმენტი. ხო, ეგ ყოველთვის არის აბსტრაქტული საფრთხე, შენ უნდა უზრუნველყო სისტემა რო ხარო, როცა მას უნდა უკვე საფხულია და თან გიორგი ცოტა მეტი საშიელი აქვს ხა ანდრო ჭიჭინაძე სხვები, აი ამის მოიხადეს. მაგრამ ეხა ეს ხო ის არ არის, ვიღაცა მოკლული არ ყავს ადამიანს, ტრები არ ყავს. არა, აკეთრო საფრთხე არ და მუქროს რახანი ხო და მაგასო მოკლული არ ყავს ადამიანი და ისეთი სახელდება გვაქვს ჩვენ, რომ ხო, ეგეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომ ვიღაცებს უნდათ გადასვლა დახურული სისტემიდან ღია სისტემიდან. მაგრამ იქ ვიღაცები ისეთი შეხედან რომ რა ვიცი, ნახევარ უბანებში ჩვენი ქალაქი შეიძლება მტერი ყავდეს, ვიღაცის გამწარებული ყავდეს და ამ დროს ეს ბიჭი რა ვიცი, ხა იმათ თუ იცავ ხო, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ დავუპირდი კიდევაც, რომ ამას ვიტყვი თქო, დირექტორსაც უთხარი ეგ და მოგონია რომ მაინც უნდა გაასაჩივროს ეს ადვოკატმა. ეს პენიტენციური კოდექსის მიხედვით რეჟიმებს ხო, რეჟიმებს თვითონ საზღვრავენ და უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული აქტია და
უკეთ ესეც მისახედი ამბავია. კარგი. მოდი ამ თემისგან დიდად შორს არ წავალ, ახლა თქვენი თორმე ახსენეთ და ჩვენი მაყურებლისბელი ძალიან დაინტერესებული იყო ამნისტიის საკითხებით და პირდაპირ მოითხოვეს ჩვენგან დიდი კრიტიკულობა ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ეს დაასახელეთ როგორც ერთ-ერთი პოზიტიური რამ. ხო, ყველაზე პოზიტიური რაც კი მასა. დაახლოებით რამდენი აი თქვენი ამ საქმიანობის განმავლობაში რამდენი ადამიანი გამოვიდა ამ ფორმით ციხიდან? დაახლოებით ახლა შევუწყვეტ არ გახსოვთ. კი, მახსოვს. და მე უფრო კონკრეტულ გვარებზე არა, მე თორე ვიღაც ადამიანები რომ გამოვიდნენ, ხო. დაახლოებით მასშტაბი რო დავინახო. ყველა კითხვა დასვით, მე ძალიან ღიო ვარ ყველა კითხვის დროს და არც ერთ კითხვა არ არსებობს ჩემთვის, რომელზედაც მომინდება რომ ავირიდო ან რაღაცნაირად გავექცე, არა. ამნისტია იყო ჩვენი დაპირება. მე მაგიტო ვიდექ ქუჩაში სააკაშვილის პერიოდში და 5 წელი მომწია, მიუხედავად ჩემ პროფესიული საკმაოდ წარმატებული გზისა ქუჩაში ყოფნა აქციებზე, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი და სასამართლო არც მაშინ არ იყო. ამნისტიის აქტი იყო ისეთი, რომ ყველას შეეხო მეტ-ნაკლებად. და არგუმენტი ის იყო, ეკონომიკურ დანაშაულებს, ნარკოტიკების მოხმარებას ყველას შეეხო. ჩემი პირადი ძალისხმევა იყო, რომ ნარკოტიკების დანაშაულზე გიორგი მაშინ არ იყო დიფერენცირებული ეს მომხმარებელი და ვინ იყო ამ შეძენით გასამართლებული და ვინ მომხმარებით და ისე იყო არეულდარეული, ვერ გაარჩევდი. და ამიტომ ბრალის დადგენილებებიც არის რა. ამ ბრალს ვინ წაიკითხავდა, მუხლში არ იყო ესე დიფერენცირებდა ბრალს ვინ წაიკითხავდა, ეს ხო ამნისტია ხო არ არის ინდივიდუალური აქტი. მუხლებს ეხებოდა. ამიტომ მაშინ ბევრი ვიფიქრეთ და არა ეს 260-ზე მაშინაც გრადაცია ქონდა პირველ მერესამეზე. გრადაცია როგორ იყო, იცი, მე გამოიყო ცალკე ნაწილად. ხო, მე იყო რაოდენობები დაზუსტდა. რაოდენობები სულ იყო ცალკედებულებით, მაგრამ ანუ შეგეძლოთ თეორიულად გამსახებლები არ გამოგეშვათ მაინც. გამსახებლები არც გამოსულა, მაგრამ ნახეთ აგავაკეთეთ, როდესაც ვთქვით, რომ ეკონომიკურ დანაშაულობებს ამ სუბუქ დანაშაულს ყველა შეეხოს და ძალადობრივზე შევიკავეთ თავი, მე ვთქვით, რომ მოდის სასჯელის ნაწილში ყველას შეეხოს 1/3 ან 1/4. რატომ? იმიტომ რომ ერთი რომ სასჯელთა შეკრება იყო მაშინ მე მოხსენით ეგ და ავტომატურად იყო სააკაშვილის შემთხვევაში გონი დააბრუნდა. ეგ არ გავუქმდა, ანუ ეს დისკრეცია აქვს მოსამართლეს რომ შეკრება შეუძლია ეხლა, აბა ეს როგორ შეუქმდა? ეხლა დისკრეცია აქვს, მაშინ იყო ავტომატური შეკრება. არა, ავტომატური შეკრება და დატოვეთ დისკრეცია. დისკრეცია დავტოვეთ, შეკრება არ შეიძლება ავტომატურად. რამდენ ადამიანზე საუბარი, ანუ 8700-ზე დაახლოებით. ანუ ციხეში რამდენი პროცენტი გამოვიდა რომ წარმოვიდგინო რამდენი იჯდა, ეხა არის გონი რამდენი 1030-ი, კი არა, 3. აი ხა ციფრებში გეტყვით, ოღონდ მაშინ 30. არა, 13 თუ რაღაცა. აი იმიტომ კობახიძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში კითხეს რომ ჩვენი ქვეყნის მოცულობის ქვეყნის რამდენი უნდა იჯდესო და მაგდენია ოღონდ საპატიმრო სიხდის ეხლა ზუსტად ციფრის სხვა სახელდება და რო არ შემეშალოს არ ვიტყვი, მაგრამ იმ აი როდესაც ამნისტიაზე მუშაობდით სამელში ვიყავით საქართველოს მოსახლეზე პატიმრები. კი, სამელში ვიყავით საერთოდ და წინა სამი ვინ იყვნენ ნეტა და რუსეთი და სამხრეთ ამერიკული ქვეყანა. ხო, რაღაც ეგეთი იყო, რუსეთი იყო ერთი და არ შემეშალა. და აი ეს 8000 რა მოცულობა იყო, მესამედი იყო პატიმრების ნახევარი. გეტყვით, ხა დაახლოებით იყო მაგ პერიოდისთვის 20000-მდე. ზუსტად მაგ დროისთვის, აი ზუსტად ვერ ვამბობ, მაგრამ 20000-მდე იყო. 8000 შეეხო. შემდეგ დანარჩენი, მაგრამ ის შეეხო რას ნიშნავს? სით ავტომატურად კი არ თავისუფდებოდა. აი ამბავი მაქვს პროტესტი ხალხისთვის ბრძოლაში 880 ადგილი გვაქვს დასაკავებელი კიდე ციხეებში და ადგილი აღარ იქნება არსად რა, ეს საინტერესო ინფორმაცია. შემდეგ გავრცელდა როგორც იმან თქვა ბუდიში გაწყვეტინებთ სახალხო დამცველმა, ამ შემთხვევაში ახალი ციხეები უნდა აშენდეს. კი, დანარჩენები გადატვირთულიაო, თან ეს ის მოგვიწევს ეგეთი ამნისტიის გაკეთება. ბევრჯერ გავაწყვეტინეთ, აქამდე არ ქონდა ეგ სასაყვედურო და ახლა გვისაყვედურებს ისევ ხალხი კომენტარებში. მოკლედ 8000-დან შეეხო ესე მახსოვს, მაგრამ ეს იყო სასამართლოს გზით, იმიტომ რომ ამნისტია რო გავცელდეს თუ არ გავცელდეს სასამართლო წყვეტდა და შემდეგ უკვე ავიდა სასჯელის შემცირება 17000-ზე მეტ პატიმარს შეეხო.
ანუ პარლამენტი რო ამნისტიის აქტს გამოცემს, მე ამას ამტკიცებს სასამართლო. კი, რა მტკიცებს, გიორგი. სასამართლო ინდივიდუალურად იხილავს, არა, ინდივიდუალურად მიაქვს ადვოკატს და აი მაგალითად გიორგის რადოზით ეხება ეს ამნისტია. თითოეულ პატიმარზე. აი, სასამართლოს ანუ შეეძლო ეთქვა, რომ ეს არის დიდძალი იმის გასაღებაში ბრალდებული. გააჩეროს პარლამენტის მიღებული ამნისტიის აქტი? არა, ეს საკონსტიტუციო შეეძლო იცნო არაკონსტიტუციურად, მაგრამ ანუ ბოდიში თუ სწორად გავიგე, ვიღაცა ადვოკატი რო წაიღებდა, რომ აი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი გამოუშვი. ხო, იმდროინდ ხომ მოხსენე. სასამართლოს შეიძლება ეთქვა, რომ არა, შენსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალების გასაღება აქვს და ამიტომ არ უშვებ. აი სასამართლო დაახლოებით ეთყო, უფრო დავაზუსტებ, ახლოს ხართ, მაგრამ უფრო დავაზუსტებ. იტყოდა, რომ აი ამნისტიის კანონში წერია, რომ ამ მუხლის ამ ნაწილს ეხება და თქვენ განაჩენში ესე არ არის. აი, იმიტომ რომ შედარება ხდება, ესადაგება თუ არა ამნისტიის მუხლი იმ ადამიანის განაჩენს. კარგი. ეს არის წესი, ამიტომ სასამართლო ფილტრს გადიოდა. მე იმრის საქმემ გაიარა ეგ ფილტრი, თუ ისაც პრეტენზია. პოლიტიკურებმა არ გაიარა. ეს იყო უნიკალური ამბავი, რაც მაშინ გავაკეთეთ და მგონია რომ ეგეთი რაღაცა ალბათ პირველად გაკეთდა ეს და პოლიტიკური რამდენი იყო? 225. ეს იყო პატიმრობაში მყოფი 180 და დანარჩენი იყო ძებნილები, ძებნაში ყოფი პირები. აი ეს იყო ის სია, რომელიც ინდივიდუალურად იყო გავლილი და შესწავლილი ორი დონის კომისიით. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, იმიტომ რომ პრეცედენტი არ იყო ამისი და მახსოვს ევროსაბჭოს დაინტერესდა, იმიტომ რომ რეზოლუცია ვინ არის პოლიტპატიმარი იყო ახალი მიღებული. მაგრამ ეს არის ცნობილი რეზოლუცია, როცა განსაზღვრა კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენ მეტი დრო არ გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. კონტექსტი აი თუ გახსოვთ 2012 წლის ციხის კადრები. როგორ არ გახსოვთ? ხო, აი ციხის კადრების შემდეგ ხო მალევე არჩევნები ხო რამდენიმე დღეში იყო და პირველი აქტი იყო ამნისტია, დიდი დრო არ გქონდა. ისეთი ემოციური ფონი იყო ციხეებში, რომ ერთ თვეში მე მგონი ახალწლამდე უნდა მოგვესწრო. თორე იტყოდნენ არ გუშვებენ გონი არ იქაო. ხო, მოკლედ მეტი ვერ მოვასწარით, მაშინ მე მიმაჩნდა, რომ მეტი ადამიანი უნდა გააგვე თავისუფლები და პოლიტიკური სტატუსით. მაგრამ ვერ მოვასწრებდით ფიზიკურად არ იყო შესწავლილი სხვა საქმეები, თორე 200-იც იყო და 400-იც. თუმცა ჩვენ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და თქვენ გაკრიტიკებენ ხშირად იმის გამო, რომ ეხახიც ბევრი ხო არ იყო, ან ყველაზე ეხანდელი გადმოსახედია. მოდი ეს თქვა რა, თავარ მე გეტყვით ეხა დუდაევი არ იყო ჩვენ. ჩატაევი. არ ჩატაევი. ჩატაევი ახლა. ჩატაევი რანაირად გამოვიდა. არა. ჩატაევი შეიძლება პოლიტიკური სიაში არ იყო, მაგრამ იმ მუხლი შეეხო რომელიმე. ჩატაევი საერთოდ არ ვიყო ჩვენ სიაში. კაი, მოკეთ, მოდი მე ვიტყვი, ბარიბ და თქვენ ამას უპასუხეთ. ბევრი ცრუ რამე იწერებოდა და ამიტომ მინდა რომ დასვათ ეგ კითხვა. კი, დავსვავ პირდაპირ და ესე იგი ერთი ვარიანტი ეს იყო რომ ნაცნობობით და რაღაცებით ვიღაცება დაალაგესო, მოკეთ ბესელიასთანო და აი ეს არის თავი ბრალდება, რომელიც კიდია თქვენზე და დიდი ხანია და ასევე პირდაპირ არის ბრალდება რომ ფულს იღებდა ეკა ბესელიაო ზოგიერთი ადამიანის ციხიდან გამოშვებაში. ეს ბრალდებები გაგებული გექნება და მე ხა გაძლევ საშუალებას რომ უპასუხოთ თუ საჭიროდ ჩათვლით. მოდი ბერჯერ მithქვამს. ამ კითხვას რო დასვამე. აუცილებელი წესია. უნდა აი ესე ზოგადად რო ამბობ, რომ თქვენ ხართ რაღაცა. უნდა თქვა ვინ მაშინ გეთახმები. უცხო პლანეტელი, უნდა თქვა სახელი და გვარი. ერთი წუთით რო დაუშვა, რომ ერთი ეკაბესელია წყვეტდა ამ საკეთს. ხო, ჯერ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ მასშტაბის პოლიტიკური გაწყვეტილება, როგორი წონაც არ უნდა კონდეს ეკაბესელიას, ან როგორი გავლენაც, რომ დაიჯერო, რომ იმხელა გავლენა აქვს, რომ შეუძლია რაღაცები გადაწონოს, ხო? არა მე არ ვიყავი მსუბუქი წონის, მაგრამ არც ისეთი წონა არ მქონდა რომ მარტო მიმეღო გადაწყვეტილება, უბრალოდ პროცესს კურირებდი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე და ინიციატორი. რამ გადაწყვეტილება სჭირდებოდა უმრავლესობა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების. ეს ერთი. მეორე მთავარი ამბავი ის არის, სულ კითხულობდი, რომ ერთი გვარი შეგიძლია დაასახელოთ თქო, რომ აი თუ თქვათ ესე დაეცა ადამიანი, აი ესე დაეცა პოლიტიკოსი, ისე დაეცა იურისტი, აი დაეცა ისე მორალურად ისე დაეცა, რომ შენ პოლიტიკური პატიმრისგან შეიძლება ფული აიღო და ესე გაათავისუფლო. მე ამაზე დიდი დაცემა საერთოდ არ მგონი ადამიანს დაემართოს. აი ეს რასაც ეს ნიშნავს, ხო? მაშინ თან ახლა ბიძინა გულუხვი იყო და მგონი მოდი დავასრულო, რადგან დავშვით. ისე თუ დაეცი ადამიანი, რომ ეს ჩაიდინე, ხო?
ნუ არ ვიცი ხა როგორ გითხრათ ამაზე ქვემოთ მე ვერაფერს ვერ ვხედავ სკერს ვხედავ ხო უნდა თქვა სახელმწიფო ჯერეთი რაღა დაგიმალოთ და მეც მგონია რომ ამას თუ ესეთი მასიური ფორმა ქონდა როგორც ეს არაკეთილ მოსურნეები თუ დავარქვათ ბონოტიენები გაბრალებენ აუცილებლად იქნებოდა პირდაპირი საუბრებიც მათ შორის რაც ეკაბესელია წამოვიდა ქართულ ოცნებიდან ქართული ოცნება მე მგონია რომ გამოაჩენდა ადამიანებს რომლებიც იტყოდნენ რომ მე მივეცი ფულიო ეკაბესელიას ეს ახლა არ გამოაჩენდნენ ვისაც ეს ამნისტია ვისაც ეხებოდა ვინც ყველაზე მეტად გაგიჟდა ამაზე პოლიტიკური პატიმრები ვის ეხებოდა ხო ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ რომ ეს იყო ეს მათ ეხებოდათ ხო იმიტომ რომ ჩვენი აქტით ვამბობდით რომ მათ ყავდათ პოლიტიკური პატიმრები და მე მათგან მესმოდა ეს საშინელი ცილისწამლური განცხადებები მაგრამ მე ასევე ღიმილით ვეუბნებოდი შეგიძლიათ ვინმე სახელი და გვარი მითხრათ იქნებ ჩემი სახელით ვიღაც ამას აკეთებს აი ჩატაევი მაინტერესებს ამიტომ ჩატაევი ხა როგორც დავსერჩი მე ქართული ციხიდან გამოსურა 2012 წლის 6 დეკემბერს ანუ არჩევნებიდან ერთ კვირაში ეგ ამნისტია არ იყო მაშინ დეკემბერი ერთ კვირაში როგორ ორ თვეში არა ორ თვეში ნოემბერში არის ოქტომბერში დაევის შეეხო ამნისტია 10 წლამდე შეუმცირდა პატიმრობა 23 წლიანი და მე სისხლისამართლის კოდექსის 59 მუხლში რომელიც დაჟის პრინციპებს განსაზღვრავს ცვლილებები შევიდა და ამ საფუძველზეო იმავე წელს გათავისუფლდა აი ხა ერთ წამია ხა მოგწოთ თუ არა ესე ქართულ ოცნების დროს ვიციხიდან გამოვიდათ ყველა თქვენი პასუხისგან მე ხო ამას ვისმენ და იმიტომ ვამბობ რომ მე მეღიმებ ამაზე მაგრამ ერთ წამი დავაზუსტოთ ამნისტია ხო თქვი რომ ყველა 23 წლიანი სასჯელი გიორგი ყველა შეეხო სასჯელის ნაწილში ხო 23 წლიანი ტიპს 10 წლამდე შეუმცირდა პატიმრობა ყველა შეეხო სასჯელის ნაწილში მაგრამ ვის რა დოზით ეხებოდა ეს წყვეტდა სასამართლო მე ვამბობ სიას რომელიც ჩვენ ვახსენეთ სახელობითი სია რომელიც მომავალშიც იქნება აი ეს პოლიტპატიმრების სია მაშინ შეიძლება ბიზნესგან დირექტივები ყოფილიყო სასამართლოში რაღაც კონკრეტულ кейსებზე არა მართლა არ ერეოდა ანაერად იყო 13 არა ეგ არ ვიცი ეგ პროკურატურა და სასამართლოა მანდ იმიტომ რომ ეგეც იმანებში ბიზნესი არ შეიძლება თვითონ პროკურატურასთან და ვიღაცებთან დაალაგებდნენ თუ დათულაგდებოდა სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ეროვნული გმირი იყო მაგათი არც დუდაევი არც ერთი გვარი ჩახალიანი მესმოდა ხშირად არა ეგ არ იყო სიაში არც ერთი ადამიანი არ იყო იმ სიაში პოლიტპატიმრების შეშვა იყვნენ 225-იანში გავიგეთ არც ერთი არ იყო ვისაც არ ეკუთვნოდა ყველას ეკუთვნოდა ხა ეთნიკური ნიშნით გვარების ხსენება გვარებს მიხსენებდნენ ხოლმე ეთნიკური რა მნიშვნელობა ხო არა ეთნიკური ნიშნით პატიმრები ხა პოლიტიკური არ ყავს ეხეს ეგ რა სიგიჟეა საერთოდ აი ზუსტად ეგ იყო ჩემ წინააღმდეგ არგუმენტი ერთი წუთი და ეთნიკურად არაქართული გამოუშვაო შკრილნიკოვი და რა ეგ იყო არგუმენტი. აბა თქვენ თუ მოძებნით აი ინტერნეტში. არა, მე ჩატავი იმიტომ ვთქვი რომ ბოლოს ტერორისტი აღმოჩნდა რა, რადგან სიაში არის. ხო, მოკლედ მე ჩემს შვილებზე იმდენად არ მიმიღიას, ვთქვა, საყვედურები, რამდენიც ყველა გათავისუფლებულ პატიმრებს. არა, ეს სასაყვედურო, ეს სასაყვედურო მაინც არის, ეს შეიძლება არ იყო პირობითად ჩატავი და დუდაევი პოლიტპატიმრების სიაში ეს გავიგეთ, მაგრამ ამნისტია დანარჩენი იმ 8000 ადამიანის ისეთი ფორმით იყო შემდგარი, რომ ამ მამან შესაძლებელი გახადა ასეთი ხალხის ციხიდან გამოსულა. არა. მოდი ახლა შევხედოთ მეორე კუთხით. სხვა შორის გაზომვა სწორად აკეთებ თუ არა, ასეთ განწყობილებას სწორად იღებს თუ არა გუნდი, ხო? იზომება შედეგებით. შედეგები არის რამდენი იყო განმეორებითობა. ეგარცა 3%. და ძალიან დაბალი. მაგრამ 1-2 ძამძიმე საქმე იყო, როგორც მახსოვს. შეიძლება იყოს ამხელა ამნისტიაში 1-2 კი არა, შეიძლება იყოს 100-იც, მაგრამ ევროპული სტანდარტი განმეორებითობის არის დაახლოებით 20%-ამდე ამ მასშტაბის ამნისტიის. რას ამბობთ, იქ ხალხი ფიზიკურად გადარჩა. მე დღემდე თუ რამე წარსულის აი წლებიდან მგრის ადამიანურ სიხარულს არის კადრი, რომელიც ხშირად ჩემს ტვინში აი ტრიალდება, ამნისტია რომ მივიღებ, თქვი რომ გლდანის ციხეში მე გამიშვით მეთქი რომ ის საშინელი კარი რო აი რკინის რაღაცა არ ვიცი ის კარი დიდი? ის მე უნდა გავხსნა თქო და მახსოვს რომ ამნისტიის მე შევდივარ ეს არასოდეს არ დამავიწყდება. რაღაცა ზემოდან ჩამომიყვანეს ქვედა სივრცეში, სადაც ახლობით იყო 800-1000-მდე პატიმარი, რომელიც ელოდება გათავისუფლებას. ყველასაა გავლილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდები. ყველას ვინც იქ ხვდებოდა, ან უყურებდა, ან თვითონ გადაქონდა. ეხლა ეს მე ჩემი თვალით მაქვს დანახე, არავინ არ მითხრას, რომ დადგმულია, ჩემი თვალით მაქვს ეს დანახე. და მე მახსოვს რომ შევდივარ და ამნისტიას რო ელოდებიან ამ 1000 პატიმრის ღმუილი.
აი ეს იყო სიხარული თუ არ ვიცი, ბედნიერება თუ სასოწარკვეთა არ ვიცი. ეს რომ ახსენდება, აი რაც არ უნდა დამაბრალონ, აი ყველა საშინელი და დაბალი, აი არ ვიცი, აი ამას მეც საზღობა რა არის ხა პატიმისგან ფულს იღებდნენ კომისიაში თუ მე უფრო მეებზე პოტენციურად ამ სიხარულზე რუსი აგენტები და აი რუსეთთან დაკავშირებული ტიპებზე მაქვს უფრო თორე ხალხი იყო აგენტების სიაში იცით ვინ იყო ახტან მაისაია იცი ეგ ადამიანი მაისაია ნატოს ჯაშუშობისთვის იყო სიაში იყო ერთი პროფესორი ლევან ისიც კარგი რა არა ვიღაც ტიპები ვინც გამოვიდნენ მაგალითად თუ თქვენ ამას გაუკეთებთ ორგანიზებას ხსაწავედით მაგრამ მე სულ მინდა ხო ეს წლებია ხო სულ მესმის ეს ამ ვინმე მოვიდეს და ოპონირება გამიწიოს ხო კვალიფიციურად ამ თემაზე მითხეს რომ ეს ადამიანები როგორ მოხდნენ სიაში საქმეებით ხო და მოუყვები იმ საქმეებს იმიტომ რომ მართლა მოვასწარეთ იმ საქმეების გავლა მუსიკის ხანგები იყო ჩაწერილი ფლეშკებზე და ჯაშუშობდნენ ეწერა ხალხს მე როგორ დღეს არის განაჩენები ისეთ განაჩენებზე ვინ იყო აი მაგასთან შეხება გქონიათ საერთოდ რამე არც გინახავთ მე არასოდეს არ მინახავს მე გულახდილად გეტყვით ჩემას აი ეს განწყობები რატო წამოვიდა შეიძლება ვინც გამოუშვა ეს განწყობები და ეს ჭორები და წამოვიდა და ნაციონალურ მოძრაობისგან წამოვიდა ხო ეს რატო წამოვიდა მისთვის მაგრამ მე ჩემ გულწრფელი აზრი მინდა გითხრათ რატო დაიჯერა შეიძლება იმათზე მეტმა ადამიანმა ვისგანაც წამოვიდა ვიღაცებმა ხო დაიჯერეს მე მაინც გონია რომ აქ მთავარი ამბავი იყო რომ აი ეკა ბესედა რო ყოფილიყო პირობითად მაშინ სახალხო დამცველი და მას გაეკეთებინა ეს ნაკლებად წამოვიდა. მე მგონია მაინც ქართული ოცნების წევრი რო იყავით შიგნი და მე საბოლოო ჯამში ქართულ მოსნებამ თავის სახე რაც აჩვენა რო აჩვენა. აი ის და ამაზეც მინდა ვილაპარაკოთ ეხლა ჩვენ ნელ-ნელა ამ პოლიტიკურ ნაწილზეც მინდა გადავიდეთ. მაგრამ ამაზე იცი ერთი რამ შემილია გითხრა. მე არ ვიყავი არც პროფესიაში, როცა ვიყავი ჩემ პროფესიაში, როგორც ადვოკატი და შემდეგ როცა აღმოვჩდი პოლიტიკურ პროცესებში ადამიან რომელიც იმალება. არასდროს არ მახასიათებდა. მაგაში გეთანხმებით. წინახაზე ვიდექი სულ და როდესაც წინახაზეთ გეხარ და როდესაც ხვების მაგალითად შეგიძლია პასუხისმგებლობის აღებას, ტვირთის აღებას, ხვების გასაკეთებელის გააკეთო, მე ტალახსაც გესვრია. მე ამისთვის ჩვენს რაღაც დაგიმოროთ მოგვდრია. მე ამაზე მეღიმება უკვე, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ გამიცნობიერდა. მიმდენი გამოცდა მაქვს ცხოვრების მანძილზე ჩაბარებული მიშას დროს, ბიძინას დროს, მიშამდეც უკვე ამ რაღაცებზე მეღიმება უბრალოდ წამოხვიდოდით ქართული ოცნებიდან რაღაცა ისეთების გაправება მოგიწიათ რასის სარგჯეროდათ მე ეს კონკრეტულად არ მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ კი და რაღაც პროფილი სტილში დასვა მახსოვს რომ კი ოღონდ ეხლა კონკრეტულად მითხარი რა იყო და ზუსტად არ მახსოვს მაგრამ წარმოუდგენელი ახლა ესე კვეთად ერთი აი გეტყვი რას ვაკეთებდი მოსამართლეებზე ხო იყო ან მოსამართლეებთან დაკავშირებით თქვენი ნაბიჯი იყო ჩემი შემოტრიალო თქვენს მიმართ ჩემი დამოკიდებულების შემოტრიალება იმიტომ რომ ისეთ სტატუსში იყავით იქ რომ შემოტრიალება რა გიგო შემოტრიალება მითხარი რა მე გეტყვი აი ვიღაც ტიპების გარეთ გამოშვების გამო ეს ხო კონკრეტული აი ეს ხო ამით ხო ყვები შენ ვიღაცების ჭორებს ხო ეს ხო ფაქტები ხო ნახე ფაქტები ხო არ არის აი დუდაევი ამ მე ყველაზე მეტად ეს დუდაევი არ მევასებოდა სიაში არ ძალიან შეგათავისუფლდა და სასამართლომ გაათავისუფლდა ხა სასამართლოს პასუხისმგებლობას მე ნუამდი მე ჩემიც მეყოფა ხა მოსამართლეებს დუდაევს ყავდა მე ვიღაც ადვოკატი რომელიც მივიდა სასამართლოში და ესე მოგვარა საუბარი პოზიტივით დავიწყებ ჩემი აზრით თქვენი ბევრი წამოსულა ქართულ ოცნებიდან მაგრამ არა კიდე ერთი წამოსასთან დაკავშირებით იმ ინფორმაციის ქონით რაც მე მაქვს თქვენი წამოსვლა იყო მართლა პრინციპულად მიუღებელი ეს 2018-19 წლების უზენაესი კი არა ხო დანიშნულება სწორად მაქვს ხო და ეს იყო პრინციპულად ანუ ბევრი კი არა უმრავლესობა თუ არა ყველა მის ქართულოსნებიდან წამოსვლა იმიტომ წამოსვლა რომ აღარ დაედგომებოდათ და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთქვე ხა პოლიტიკურ ძალებს ბევრი უმრავლესობა რომ მიხვდე რომ წააგეს შიგნით პოლიტიკურ თქვენ შემთხვევაში ესე ნაკლებად იყო თუ არ იყო მე ეს მახსოვს მაგრამ ეხლა გეტყვით ეს იყო 2018-19 წლები. მანამდე მოხდა უკვე ქართულ ოცნებაში ისეთი რაღაცეები,
რაზეც მე ვისურვებდი რომ თქვენი პოზიცია ყოფილიყო ასეთივე მკაფიო. აი ხა გეტყვით ძალიან კონკრეტულ მაგალითს. იმიტომ რომ უფრო მძიმე რაღაცები მოხდა ჩემი აზრით ვიდრე ეს იყო. აი პირობითად კონკრეტულ ადამიანს ვერ დავასახელებ, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე მიხვდებით რატოს, მაგრამ როცა ალასანიას გუნდი მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა, მის რამდენიმე გუნდელს გაუკეთა ისეთი რაღაცა, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაც კი. რა თქმა უნდა, ხა ვერ დავასახელებ ვის გაუკეთეს ალასანიას გუნდიდან. ეს არის მაქსიმუმი ალბათ რაში. თქვა და მე მაგალითად ვისურვებდი, რომ იქ მყოფი მის დარჩით ქართულ ოცნებაში ამის შემდეგ ამაზე რაღაცა მით უმეტეს უფრო მეტი კონკრეტიკა აღარ უნდა შევიდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვიტყვი ვინც ხო და აი მაგალითად შეგიძლია დრო გაიხსენოთ როდის ეს იყო 2016-17 წელი თუ არ ვშთები და კინაღა მე დამიჭირეს მაგამ ბავშვი ხომ აქ მოყოლილი შესაძლოა ჩაუგდე რომ მეთქი კიდე დარჩენილია ეს კადრები მეთქი და გახსოვთ ჩემი განცხადებები მაშინ თუ არა მე მგონია რომ თქვენ განცხადება გააკეთეთ რომ უნდა გამოძებულიყოს სუფაშვილმა ჯილდო დააწესა საერთოდ და ასე შემდეგ ეს მახსოვს მაგრამ ეს იყო ჩემი აზრით გამოძებულ რო არ იქნა წამოსვლის საბაბი ჩემი აზრით. კაი, გეტყვით ახლა ამაზე დაასრულეთ ხო ეს? ხო. ეს საქმე მე მახსოვს, კარგად მახსოვს. უბრალოდ საქმე კაბელების არ ვიცი დეტალურად. ხო, მაგრამ ფაქტი მახსოვს. და მახსოვს ძალიან კარგად ჩემი საჯარო განცხადება. იმ განცხადებაში არაფერს არ შევცვლიდი. ზუსტად ისე ვიტყოდი, როგორც მაშინ ვთქვი, ეს ერთი. რაც შეეხება წამოსვლას. ეს არ იყო ის მოცემულობა, რომლის გამოც მე მივიღებდი გადაწყვეტილებას წამოსვლის შესახებ და რატო არ მივიღებდი. ის პერიოდი და კიდევ ერთი წელი. ჯერ კიდევ ეს არის ეტაპი, როდესაც მე დავიწყე უმძიმესი რეფორმა რაზეც აფეთქდა მე ქართული ოცნებაც და ის გამოც მე წამოვედი, მე მაშინ მიმყავდა უკვე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა ცნობილი. ხო ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ მაშინ დავინახე, როცა თია წულკიანი, რომელსაც იქამდე მიყავდა ის სამი ტალღა რეფორმის, გააჩერა ივანიშვილმა. გააჩერა, ფაქტია, ხო, რეფორმა ვეღარ იმ სახით უკვე აღარ გრძელდებოდა, რაც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ მოსამართლეების გამო და გავთავისუფლებული ყავით. თუ პოლიტიკური პატიმრები გყავს, პოლიტიკური პატიმრის განაჩენის გამოტანი მოსამართლე უნდა გაუშვათ. აი, გონიათ, რაში მდგომარეობდა ეს რეფორმა, ეს მაგაზეც აი უბრალოდ ეს სამოქალაქო ენაზე აი მარტივად რო გითხრა, რას უშვებოდით მოსამართლეებს, ვასწავლიდით, უშვებდით. არა, უნდა გაგვიშვა ეს ხალხი, მაგრამ უნდა გაგვიშვა ცივილურად და არა ისე როგორც სააკაშვილმა გააკეთეს თავის დროზე. ნუ ხა ციხეში და არ მინდა მასზე პერსონალურად ლაპარაკი, იმიტომ რომ მე ყველა მეწოდება ვინ ციხეშია. მათ შორის ისეთი ხალხი, ვინც რაღაც საშინელებებს მაბრალებდა, მაგრამ პატიმარი ჩემთვის არის სხვა ემოციური რაღაცა მომენტი. მაგრამ აი ნახეთ როგორი რაღაცა თეა რო გააჩერა ბიძინა და მივხვდი რომ თეა ვეღარ აგრძელებდა რეფორმა. გაჩერდა, რეფორმა გაჩერდა და მივედი თეასთან და უთხარი, არ მივედი უთხარი. არ მივდიოდი იქეთ. უთხარი რომ მე გავაგრძელებ თქო ამას, იმიტომ რომ მე შემიძლია შენ თუ ვერ შევ მე ვიზაო ესე. ხო, უთხარი რომ მე ვიცოდი რომ თეას უნდოდა ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა, თავიდან ეგ мотиваცია ქონდა, მაგრამ მივხვდი რომ თანამდებობა უფრო ესეთი კონფორმისტი რატო გახდა თანამდებობის გამო? თანამდებობა უფრო ძირფასი, არ ვიცი რაზე გაიგო. არა და ოცნების ძლიერ კარებად დამასრულებით ასე საინტერესო რაღაცას გიყვებით. მივხვდი რომ თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე ეს იდეა. და ეს არის ის იდეა, რის გამოც მე გავიხსენე ქუჩაში გავედი სააკაშვილის დროს. ჩემთვის ეს ყოველთავარი ამბავია, რომ სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი. ამაზე დიდი ჩემთვის არაფერი არ არის. ეს იყო ჩემსა და ბიძინას შორის, აი პირველი შეხვედრის, როცა პირველად მე შემხვდა, აი მითხარ რომ პოლიტიკოსებიდან პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ხვდებიო და მითხარ რომ ჩემი ადვოკატი მინდა იყო, კი უთხარი, იცი მე ქუჩაში რატო ვდგავარ. და გაჩერდა, უბრალოდ მითხარ რომ შენი შვილის და ძმის ამბავი ვიციო. მაშინ მიშას ყავდა დაჭერილი და მე უბრალოდ გაოცებული ვარო რამ გამძლეობითო და ამიტომ მოკლედ რაღაცა და მე უთხარი ისინი იმიტომ დაიჭირა რომ მე ვერ გამაჩერა თქო და მე იცი რატო ვდგავარ ქუჩაში სასამართლოს გამო თქო და შენ რომ მოხვალ ხელისუფლებაში როგორც ამბობ თქო მითხარ რომ დარჩევნებით მოვალ სასამართლოს ხელი უნდა გაუშვა თქო ეს იყო ჩემი პირობა მასთან მისვლის
და ეს პირობა გავახსენე, რომ ნახე რომ გაჩერდა რეფორმა, იმიტომ რომ იქამდე მე არ მუშაობდი სასამართლო რეფორმაზე. აი სხვა რაღაცებს ვაკეთებდი. რა სენტრს ანუ ბიზნესს ელაპარაკეთ წულუკენის მერე ბიზნესს მე ხშირად ველაპარაკებოდი, შუამავლების გარეშე ველაპარაკებდი. და ესე პირდაპირ სავარაუდოდ ღია ტექსტებით. არა, მე მაყურებელმა აღიქვას კაცო, კარგად, მაგიტომ სვა ავკითხები. მე მეგონა იცოდით რომ ხშირად მისაუბრია რომ ჩემსა და ივანიშვილს შორის შუამავალი არ სოყოფილა. კი, მე მასთან სულ საუბრობდი პირადად და მოწმეების ყოფილან, მაგრამ პირადად და სულ ქონდა კომუნიკაცია. სულ ჩხუბობდით. და მე ვიყავი ერთადერთი ალბათ თელ გუნდში, ვისაც ქონდა იმდენი გამბედაობაც და უფლებაც, არ ვიცი, ახლა მაგის უფლება მე არ მჭირდებოდა. მე თქვა ის რასაც ფიქრობდი. და რა უამაზე? სასამართლოს თემაზე? ხო, მითხრა რომ თავიდან მითხრა რომ დამეთანხმა მაშინ მე მითხრა რომ ეს არც კი განიხილებაო პირველ შეხვედრას გახსენებ და როცა თიას მერე რომ მიხარ თიას მერე ბიზნესგან არ ამიღიანებართვა თიას უთხარი რომ მე გავაგრძელებ მეთქი ამ რეფორმას მეოთხე ტალღას მაშინ კურიკაშვილი იყო პრემიერ იმან ესე მარტივად კარგიო ესე ხო იმიტომ რომ გაჩერებული იყო რაღაც სიტყოდა ეხა უკვე არაფერს არ აკეთებდა შეიძლება იმასაც ურჩევნოდა რამე ბესელიას გადაწყვეტს დავიწყე მეოთხე ეტაპი ზუსტად ვიცოდი რომ შიშველს ადენებს რომ მოკიდებ ხელს ამას ნიშნავდა ეგ ვიცოდი იმიტომ რომ ნუ ხა დიდხანს მომიწევს ამის პროფესიულად ეს რასაც ნიშნავს ეს რა არის დღეს რითი მართავს პოლიტიკურ პროცესს სასამართლო თავარი ამბავია მაინტერესებს რა ეხა ივანიშვილს გაიგო რომ თქვა ბესელიამ გააგზელა ეს და აიცა ჭორი რატო კაცო როგორ გაკეთდა საქმე აი ეს თეასთან რო ვილაპარაკე და ივანიშვილმა ის რო გაიგო მე რამე ცადე რომ აი ეს დეტალი მაინტერესებს არა მითხარ რომ მეუთხარ მე გავაგრძელებ არ ვიცი ცოტა ხანი ქონდა პაუზა ამაზე, მაგრამ არაფერი არ უთქვამს, უბრალოდ მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე გავაგრძელებ ამ რეფორმას. და არ შემეწინააღმდეგა. არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთხელ აქ ნათქვამი, რომ როცა აი ერთ-ერთი ჩხუბის თუ კონფლიქტის დროს მითხრა, რომ ალბათ იცი ჩემი ხასიათი, ხა 7 წელი მომიწია მე მასთან მუშაობამ. რომ შე რო გადაწყვეტილებას მიიღებო, მე ვერან ვერ გაჩერებსო და ალბათ ჩათვალო, რომ აზრი არ ქონდა, რომ რამე ეთქვა. ბერკეტი ქონდა მაგისთვის შეიძლება და ჩემ გაჩერებს ბერკეტი ბიზნეს არ ქონდა გიორგი და არა, არც არის არ აქვს მაგის ბერკეტი. არა, მე ვიძახე ხმების უმრავლესობით. მე არ გავჩერებულა, მე თუ ვჩერდები, მე თვითონ ვიღებ მაგ გადაწყვეტილებას, რომ ეს ეტაპია შეიძლება როცა უნდა გავჩერდე. ანუ მოსამართლის დამტკიცებას სასამართლოს პარლამენტის ხმები ჭირდებოდა და პარლამენტის ხმებით არა, რეფორმა როგორ არის? არა, სანამ ვიდრე პარლამენტში გავა, ხო ამზადებ რაღაცას, პროდუქტს ხო ქმნი. ხო, მე რა მოხდა წავიდე. და მოკლედ უთხარი რომ მე ვაგრძელებ ამ პროცესს, მითხრა რომ არაფერიც არ მითხრა, მოკლედ გავაგრძელე. კვირიკაშვილი მიჭერდა მხარს ამ პროცესში და ერთ-ერთი მე მგონი მისდამი აგრესიაც ალბათ ეგეც შეიძლება ეგ ალბათ ეგეც იყო. ღია მხარდაჭერა ქონდა და მე სულ ვაფასებ და სულ დავაფასებ. მოკლედ კრიტიკულ ფაზაში გადავედი. ეს მომენტია, თქვენ გაიხსენეთ. მე ამ დროს არ წამოვიდოდი იქიდან. ვერაფერი ვერ წამომიყვანდა იქიდან, იმიტომ რომ თავარი იდეასთან ვიყავი. 16 წელი და 16-17-ში დავიწყე. 16-ში გავხდი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გეორგი და 16-ში ავიღე, 16-ის ბოლოს 17-ში. აი ეს უკვე ეს პროცესი დავიწყე. ეს ბოლომდე უნდა მიმეყვანა. მე იქიდან ვერაფერი ვერ წამომიყვანდა თუ არა ის რაც მოხდა. და როგორც კი იგრძნო კლანმა. რა მოხდა შევახსენოთ მაინც ხო, შევახსენებ. როგორც კი იგრძნო აი სასამართლოს ჯგუფმა რომ საფრთხე რეალური იყო. ნათქვამი იყო მაგ დროს რომ ადრეც უდ ამბებს აკეთებდაო და ეხა კაი ამბებს გააკეთებსო მურუსიძეზე გვერდზე რომ დაიყენა ეგ უკვე მომხდარი იყო. თუ მე თქვა ეკობახიძე მე თქვა. არა, მურუსიძეს იქამდე შეხვდა. ეგ ყველაფერი. აი ბიჭიაო ესე უბრალოდ მიშააძალე და მანამდე შეხვდა. ეგ იყო იქამდე მაშინ ეს მოვყევი რომ მაგ პერიოდში მე რეფორმაზე სასამართლოზე არ მუშაობდი. იურიდიული კომიტეტი მაშინ ვახტანგ ხმალაძეს ებარა და დათო იყოუს-ფაშვილი თავმჯდომარე და ეს რეფორმა რაღაცა უფრო ესე მინდა. კონსტიტუციაზე მიდიოდა. მოკლედ სხვაგან ვარ წავიდეთ, გავაგრძელებ ხო ამ საინტერესო პროცესს. ეს რეფორმა მიმყავდა, არ წამოვიდოდი იქ. ვერ კი არ წამოვიდოდი, იმიტომ რომ ეს უნდა მიმიყვანა ბოლომდე. მაგრამ განცხადებებს მე
სულ ვაკეთებდი, რაც უნდა მე თქვა, არ მიჭირდა. მე არ მქონდა ამის პრობლემა. ხა შიგნითაც ვინც იყო გექნებათ ეგ ინფორმაციები, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე, მათ შორის ჩვენ ჩხუბს, ჩემი და ივანიშვილის, მარტო ერთ-ერთზე არ ვსაუბრობდით ჩვენ. მოკლედ, შემდეგ მოხდა ისე, რომ დეკემბრის, აი ვიდრე სიას მივიღებდი და ვიდრე გადავდგებოდი, ამას წინ უძღვის 3 თვით ადრე, უკვე საფრთხე რო იგრძნო სასამართლომ, ივანიშვილმა თხოვა შეხვედრა და შემომთავაზა, რომ უნდა დაგაწინაურო და სადმა წინაურებ თქო და კობახიძე ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე და ვერ მართავს პარლამენტს, სულ ჩხუბები აქვს, მართლაც ჩხუბები გონდა, სულ შიგნის კონდა. ვერ ერევა ხალხსო და შენ რომ კაცები ხელით და ლევად ქთამის შემოთავაზება იყო. ხო, გაეშვი სასამართლოს. მაგრამ მე ჯერ არ ვიცი ეს რომ ამიტომ არის, იმიტომ რომ ჯერ ხო სია არ არის მოსული. თეას რითიც მოვუგო დაახლოებით 6 საათი. მაგრამ ეს არ ვიცი რომ სია ემზადება ეს სია რა არის. მაგრამ გაიგოს მაყურებელმა მოსამართლეები რომ უბადოთ უნდა აირჩიონ უზენაეში აი ამ სიით უმრავლესობას იღებს კლანი უზენაეს ჯერ ვერ აკონტროლებდნენ ბოლომდე და ამ სიით უზენაესის კონტროლის მექანიზმი უკვე ხელში ექნებოდათ, მაგრამ ჯერ სია მოსული არ არის. გეუბნებით რომ აგვისტოში იყო ჩემი და ივანიშვილის საუბარი და ეს სია შემოვიდა დეკემბრის ბოლო კვირას, 24 დეკემბერს. აგვისტოში რომ ამას მეუბნება ვერ მიხვდეს დაწინაურება და არ ვიცი, თქვენ კი არ მიცნობთ, მაგრამ ვინც მიცნობს იცის რომ არ მიყვარს ეს თანამდებობები და რაღაცა ჩარჩოები და ამბები და ეს ბიძინამაც იცოდა და უთხარი ხო იცი მეთქი ამას რეფორმას რომ ეს არის ჩემი თავარი ამბავი. ამას დავამთავრებ და მე მივდივარ თქო. და ეს იმას იქ იყავით სოლოლაკში? არა, იმაში შეკვეთილში იქ ჩავედი, მაგრამ ქუთაისთან იქ იყო, ზაფხული იყო და პარლამენტიდან იქ ჩავედი. მე იქ ცხოვრობდი მასთან არჩევნების დროს. ეს ცნობილი ფაქტია. მოკლედ მითხარ რომ არა, იქო რეფორმა სხვა არ არის პრობლემა, რეფორმას ხელი არ შეგეშლებაო. უბრალოდ მართვის კუთხითო იქო კობახიძე ვერ მართავ. არა მეთქი არ მინდა. მე ამ რეფორმას დავამთავრე. ანუ მაინც იეჭვეთ უკვე რაღაცა თუ არა, ვერ ვიეჭვე, მაგრამ უბრალოდ პრიორიტეტები ჩემი პრიორიტეტი არის რეფორმა, რომ დავამთავრე სასამართლოს რეფორმა. არ მხიბლავს ეს რაღაცა სპიკერობა და ძიძობა. ხო, ძიძობა კიდე ამ რაღაცა. მოკლედ უთხარი რომ არა თქო, მაინც იფიქრეო. კაი, ვიფიქრებ, მაგრამ არა თქო, უთხარი და მოკლედ არა. არცად არ წავედი და გავაგრძელე და დეკემბრის ბოლო კვირაა და მივიღე სია. და სია რომ მივიღე, მეგონა რომ მეხი დამეცა თავზე, იმიტომ რომ სია იუსტიციის საბჭომ შექმნა თუ იუსტიციის საბჭომ შექმნა 10 გვარი წერია, 10 ჯალათი. ის ხალხი ვის გამოს ქუჩაში ვიდექი წინა რეჟიმის დროს, აი ეს ხალხი წერია ამ სიაში. აი ხა ის დეტალი უნდა ვკითხო რა მე რომ მაინტერესებს ხოლმე და ამ დროს ალბათ ხა სანამ საჯაროდ იზავდით რამეს რაღაცა კონტაქტებზე გახვიდოდით. კი, პირველი შეიძლება წულუკიანთან შეიძლება ივანიშვილთან წულუკიანთან. პირველი კობახიძეს ვეუბნები ხო, ეს სია რომ მივიღე ბიუროს დამეწერა როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს. მე უნდა გამოვიტანო ეს სია. ესე რა არის ბედის წერა, ხო? საკუთარი ხელით უნდა ესენი ვის წინააღმდეგაციდე? და მაგის დაბლოკის უფლება არ აქვს. მოიცა, მოაყოლე. გავაკეთე კიდევ ასე, გავაკეთე. მარტო კი არ წამოვედი. სია გავაჩერებ და წამოვედი. მოკლედ მივიღე სია 24 დეკემბერია. ყველა შებულებაშია, ალბათ გოჭები და საცივები ესიზმრებათ და არავის რო არ ახსოვს უკვე არაფერი, რიგარეშე სხდომა, ორი სხდომა დარჩენი და კობახიძე მეუბნება მუდარის ტონი. შეგიძლია წარმოიდგინე კობახიძეს მუდარა როგორ. ზოგადად ეგრე ლაპარაკობს, გონია რომ მუდარა. ეხლა უფრო რო წარმოიდგინე, რომ უფრო შეშინებული და უფრო ხო, აი ესე მეუბნება, ოღონდ ვერ გავაკეთებ ახლა ამის იმიტაციას, რომ წარმოიდგინო. ის გადაირევაო? გთხოვთო, გეხვეწებით, დანიშნეთო სხდომაო და ესია გამოიტანეთო და ვეკითხები ბიძინამ თუ იცის მეთქი. არ იცისო მითხრა. ავიღე ტელეფონი ბიძინას და ვrekav მასთან. არ პასუხობს. არა, უპასუხა და პირველი ფრაზა, სიის გამო მირეკავ, ხო ეკა მითხრა. კი მეთქი, სიის გამო გირეკავ. კარგია, შევხვდეთო. და შევხვდით. არ საუკითხოს, ხო იცით ახლა გააგრძელოთ. გასასრულებელი მეორე დღეს. ოღონდ მითხრა რომ მარტო არ მოხვიდეო. ვინ ჩვენსავით ფიქრობსო? ისინი წამოიყვანეო. და საბედნიეროდ ჩემსავით ფიქრობდა რამდენიმე ადამიანი, აი გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ჩუგოშვილი, რაღაც რამდენიმე. შეამოწმა რა ძალა იყო პარლამენტში მაგ პოზიციაზე, ხო? აბა რა.
მაგას ვიძახი, მაკედან უნდა და მოგება რა რეალურად ყავდა იქ საკმარის სიმონებიო. და მითხა წამოიყვანე ყველა. წავიყვანე ეს ხალხი და პარტიის ოფისში იყო ეს მეორე დღესვე შეხვედრა. იყო უმძიმე საუბრები. ფაქტიურად ხუბი, რაღაც ძალიან მძიმე საუბრები იყო და დამთავრდა ის შეხვედრა. მისი არგუმენტები რა იყო? მისი არგუმენტი არის ესე ფორმულირდებოდა, რომ ამ სიით და ამ ხალხის მხარდაჭერით ჩვენ გავლენებს ნაციონალურ მოძრაობის გავლენებს შევამცირებთ და ამას თუ ეწინააღმდეგებით შენ გამოდის რომ იმათ ეხმარები. ნუ ჩემთან საქმე სჭირდება რომ ნაცები არ მობრუნდნენ და ეს არის დიადი მიზანი რომელიც ამართლებს ყველა საშუალებას. ხო, ნუ ეხლა შოს ვარ წავიდეთ, მოკლედ გეტყვით, მე უთხარი რატომაც ამას არ გავაკეთებდი და ხდომა რომ დამთავრდა, მითხრა რომ რამდენი ხართო ხო ხედავ? ბოლოს მარტო დარჩებია. კარგი თქო, იყოს ესე. ეს იყო ღია დაპირისპირება და პრინციპში ბერკეტი რა იყო რომ მოხსნა შეეძლო იურიდიულ თანამდებობაზე. არა, უბრალოდ მოგიგებდა კენჭის ყრაში ეგ იყო ბერკეტი თორე. ზუსტად. რაც ქნა იმაზე მეტი რაღაცა უნდა ექნა წია ეს. კომიტეს თავმჯდომარეს ვერ უნდა სხვა რო არ გამოგეტანა ტექსტია. შეიძლება გადააყენოს, ხა პარლამენტმა გადაგაყენოს. მაგას მაგ პერიოდში თან არ დაგავიწყდეს. უნდა თქვას რა, რისთვის უნდა გადაგაყენოს, ესე არ არის. ეგეთ რამე არც მომხდარა ჯერ. მას სხვა რამე იგულისხმენ გეორგი ბრასფერს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ქონა მაგას. კენჭის ხელში, ხო. ან მოგიგებდა რომ შენ არა საწევდი და ის აწევდა 100-ს კიის და აი ხა გეტყვი ამის გაგრძელება ძალიან საინტერესო. მითხარ რომ იყოს თქო ვიყო მარტო, არა პრობლემა მეთქი ამ სიას არ გამოვიდა. ბოდიში ის არ გაახსენეთო ჩვენ ხო შევთანხმდით. კი, ეხლა გიყვები გაგრძელებას. გიყვები, უფრო საინტერესო იყო ამის გაგრძელება. მე ხვდებით მითხარ რომ ცალკე მინდა საუბარიო. და ცალკე ვისაუბრეთ, მე არ მიყვარს ერთ-ერთზე საუბრის მოყოლა, მეაჩნია რა ეთიკურია, ამიტომ დეტალებს არასდროს არ ყვები, მაგრამ ფინალი ის იყო ამ საუბრის, რომ ეს გავახსენე. გახსოვს მეთქი, რომ დამიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობას ეხმარება რაღაც, ეხლა მე სასაცილოდ არ მყოფნის, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც დღეს ამაზე ლაპარაკობს, არც ერთი არ ებრძოდა მაშინ იმ რეჟიმს, მე იქ ვიდექი ბარიკადებზე 5 წელი. და უამრავი ისტორია მაქვს ესეთი, რომ შეიძლება და ვერც გადარჩენილიყავი. მოკლედ გავახსენე საუბარი. ბევრი ეჭვები რო არ დაგეწყოს თქო, უთხარი გახსოვს მეთქი რა გითხარი. მაშინ გააკეთავ კი პაუზა და დაფიქრდა, მაგრამ მე ისევ იგივე თქვა, რომ ეს ეხლა არის საქმე სჭირდება. ფული შემოთავაზება და არ გაუბედია. ეხლა არა. არა, მაგას ვერ გაბედაოდა, რას ლაპარაკობ. შევერტყა. იმას რომ შევერტყა, რა ქვია? ისე გადარჩენილი ხართ, მაგ შევერტყვის გამო ქალები ციხეში შეხედა. მაშინ არ იყო ეგ. აი ეს იყო. მუხლი მაშინაც იყო. თუ მუხლი მაშინაც იყო, მაგრამ იმუნიტეტი ქონდა. კიდე ასაქმე სადღაც გქონი. ხო, კაი, არ გადაუხდეთ. მოკლედ ბოლოს მოხდა ისე რომ უთხარი რომ რაც არ უნდა გააკეთო თქო ეს ხო ჩემი რაც არ უნდა გააკეთო ამ სიას მე არ გამოვიტანე თქო და სიას ჩავაგდებ თქო და წავალ თქო იმიტომ რომ აი ეგ იყო ჩემი იმიტომ რომ ისეთი საუბარი იყო ეს არ იყო ერთი საუბარი იყო რამდენიმე მე მაგრამ მივხვდი რომ ეს იყო უკვე ის ფაზა როდესაც აი ჩემ ძალისხმევას არაფერი შედეგის მოტანა აღარ შეძლო იმის გარდა რომ ეს სია შემეძლო გამიჩერებინა ამის ტექნიკა როგორ უნდა გამეკეთებინა უკვე ვიცოდი მაგრამ მე გაგრძელებას უკვე მივხვდი რომ მე ამ პროცესს ვეღარ გავაგრძელებდი და აი როცა მე მოვდივარ რაღაციდან თან მივდივარ ან მოვდივარ რაღაც განსხვავებას ვიღებ როცა ხვდები რომ მე არ შემილია გავლენის მოხდენა პროცესზე ამიტომ უთხარი რომ ამას გავაჩერებ და წავალ თქო და მითხა მეორე დღეს უკვე როცა ქუთაისში უნდა წამოსულიყავ მაშინ პარლამენტი ქუთაისში იყო ამერიკა და მითხა რომ ვიპოვე გამოსავალია ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი და არ წახვიდეო ვიღაცები ამოყარა მე მგონი არა არ წახვიდეო მითხა რომ არ წახვიდეო არ გადადგეო მე გეტყვი რა უნდა გააკეთო ესია გამოიტანეო შენ ხო ამის წინააღმდეგი ხარ ხარი არ დაუჭირო წინააღმდეგიც მე წინააღმდეგი ხარ შენ მორალურ სახეს შეინარჩუნე შენ რაც გინდა იმას გააკეთებ შენ პოზიცია გამოჩნდება საჯაროდ თუ და შენ არ გეხებაო ოკეი, მე უთხარი რატო, იმიტომ რომ 76
არ ვთქვი ხა ის სიტყვას არ ვიტყვი წერან თქვი მე ხო პარლამენტში ამიტომ თქო ეს არის პილოტეს როლი ხო მე ვთქვა მე ის კი არ მაწუხებს თქვენ რა კითხვებსაც მისვამდით რომ აი ესე ჩანს რომ ვიღაცები გაბრალებენ მე ამ ზარს არ მეშინოდა ამის ვისაც ეშინია ის არიღებს გადაწყვეტილებებს თამამს მე ვთქვა ის კი არ მაინტერესებს მე როგორ გამოვჩდები რომ პრინციპული ვარ აი წინააღმდეგ მე ვთქვა შედეგი მაინტერესებს მე მინდა რომ ესი არ გავიდეს რომ მე რო ხალხმა ტაში დამიკრას ახლა ეგ არ არის ჩემი. მაგრამ ის არგუმენტი ბოლომდე ვერ გავიგე რომ ანუ ამ სიას თუ არ გავიტანთ, ანუ პირდაპირ აღიარა ხო ფაქტობრივად ეს ჩვენი ხალხია, გადმობირებული და ანუ თუ გავიტანთ მიუკერძოებელ, რომელზეც კონსენსუსი მეტნაკლებად იქნება, კარგ მოსამართლეებს, მოდი ასე ვთქვათ, თუ გავიტანთ ამათ სიას, გამოდის რომ მიუკერძოებელ მოსამართლეების პირობებში ნაცები გვაჯობება. ხო, ეს თქვა, ხო? ეგ არის. ანუ რეალურად, ეხლა რო შევაჯამოთ ეს კოცები. ხო, ანუ ეს იმის შიშით ნაცები, იმისთვის ხო ყველა ნაცები. მაშინ მარტო ნაცები იყვნენ ოპოზიციაში. ანუ გამოდის, რომ ანუ პირდაპირ რა, ამ დიალოგიდან გამოდის, რომ რო იყოს ნორმალური სასამართლო, თვითონაც ეს გააზრებული აქვს, ხელისუფლებას დაკარგავს. კი. მე წამოსვლებზე მინდა რა რომ კითხო ბოლო აი რომ შევაჯამოთ შემოთავაზებები და ეს არ იყო 1 2 და 3 და მარტივი ხა მარტივად გიყვებით, მაგრამ ეს არ იყო მარტივი ამბები, იმიტომ რომ არა, არ იყო ეს მარტივი, ეს გრძელდებოდა უმძიმესი 48 საათი მახსოვს. მათ შორის იყო, აი ხა იმდენად კარგად მიცნობდა, რომ ესე ჩემთან ესე ვერ დაიწყებდა ვაჭრობას, მაგრამ ეს ნამდვილად მითხარი ყველაფერს გავაკეთებ ეხა რაც შეიძლება რომ მე გავაკეთო შენთვის. მაგრამ ხო ეს რა ეხა ჩემოდანიც მაგიდაზე ეხა ეგრე არა. მაგრამ მეორეს ხრივ ეს კი არ იყო მე არც კი დავღილვარ იმაზე ფიქრით რომ არ მიფიქრია მართლა აი არ ვიცი ხა გულწრფელად ვამბობ დაფიცება მინდოდა და მომერიდა. არც კი დამიშვია ჩემ გონებაში აზრი რომ უნდა მეფიქრა თუ არა მის წინადადებაზე რომ ერთხარ ეს იყო აი რაც კი უნდა რა შეიძლებოდა რომ მე სურვად არ გააკეთებდა, იმიტომ რომ მითხარ რომ ეს არის ჩემს ყველაზე მთავარი თემა, ყველაზე მთავარი ამბავი და მეორე მხარეს იყო ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, ხო? აი ვიცი, ნაღმებზე უნდა გამევლო, რაც მოხდა მე სუსტად ვიცოდი რომ ამას გააკეთებდნენ და შეიძლება უარეს. ეს ისეთი მძიმე ამბავი რომ ჩააგდო სია, მე მარტო ხო არ წამოვედი, მე სია გავაჩერე და ჩავარდა ისე 1 წელი ვერ აირჩიეს ის ხალხი. ამიტომ შეიძლება სხვა ვერ ხვდებოდა და ბევრი ვერ ხვდებოდა გარედან ამ პროცესს რა მნიშვნელობა ჰქონდა. ეხლა ყველამ დაინახა. მაშინ ვერ მიხვდა საზოგადოება. სახელების დასახელება საერთოდ, მაგრამ თუ იყვნენ მაშინ ქართულ ოცნებაში ისეთები, რომლებიც გეუნებოდნენ რომ სწორი ხარ, ჩემ მხარეს ვართ, მაგრამ და მე შეცვა. კი, აბარა. ხო არ გვეტყვით რამდენიმე, ხო არ არის ღირსი. არ გინდათ, არ გვინდა. მათ შორის ვინც იქ იყო შეხვედრაზე, იქიდან 2 3 4 ადამიანი დარჩა მართლა ყველა გამოჩნდა. ყობახიძეს ეკიდა ესე იგი რა. არა, ეგ იყო სრულიად აი მათი მსახური. მათ რო უყურებდა ამ კლანის მოსამართლეები რომ მოდიოდნენ პარლამენტში მე მაგ ეს საჯარო მაგათ მიმართ ის ქონდა აი როგორ იცი პატრონს რო უყურებ მე მეგონა ერთი პატრონი ყავდა ერთხელ უთხარი კიდევაც მე ვთხარი პატარა კი ხარ მეთქი ხასაკეთ ჯერ მან თავმჯდომარე ხარ პარლამენტის მართლა პატარა გაასაკეთ გამოუცდელი ხარ ჩემთვის შედარებით იყო პატარა და ვთხარი გამოუცდელი კი ხარ პატარა ბიჭი ხარ მაგრამ რაღაცებზე უნდა ისწავლო არას თქმა მე მითხარ რომ მე რო ისო გაბრაზდებაო ის იყო ბიძინა მაგეთიდან თან და ყოდილად მონა ახლა რა ვქნა ეს დიდი ისტორია დამთავრდა ასე რომ ისია გაჩერდა დღეს გაიზარდა დიდი კაცია პრემიერ-მინისტრი ისე ვიქა კიდევ უკან თუ არა რა რაში წამოვედი მე წამოსვლებზე მინდა რომ კითხვა დაგისვათ და ხო რა არ მომეწონა კიდე ქართული ოცნების სიმწევრებისგან რომ მე მინდა მე მიუხედავად იმისა რომ კრიტიკული კითხვები დავსვი მინდა მადლობა გადაგიხადოთ საჯაროდ იმიტომ რომ ჩემი აზრით პრინციპული გადაწყვეტილებები ზოგადად ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად პრინციპული გადაწყვეტილებები აკლიათ ყველა მხარეს და ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში დიდი დოზით, თორე არა ვარ პოლიტიკოსი მე. ხო. და ჩემი აზრით ეს ნამდვილად დასაფასებელი ხარ, რა ვიცი, რაღაცა შეიძლება მეც მისაყვედროს, ვისაც უკვე ამორჩეული აქვს თავისი პოზიცია საკო ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ ხო, მე მაგ ხომ ეგ არგუმენტი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ანუ ეს რაც ეხა გაჟღერდა და ის სიტყვა საქმით გამყარებული ჩემთვაც წინ დაიდო, ანუ რადიკალურად შემეცვალა დამოკიდებულება ალბათ იგას მიმართ და ნუ ეხა აქაც დავაფიქსირე. ერთადერთი აი რაც მაინტერესებს, ჩუგოშვილთან დაკავშირებით ხა დიდი სიამოვნებით ჩუგოშვილსაც იგივეს ვკითხავდი. და სხვაებსაც ვინც წამოვიდნენ რაღაც პერიოდებში თან იყო ისეთ რაღაც 5-6 კაციანი დემარშები ქართული ოცნებიდან.
პარტიიდან მოდიოდით, მაგრამ პარლამენტიდან რატო მოდიოდით ხოლმე? იქ რატო არჩებოდით? მე დავრჩი მინიმუმ ტრიბუნის გამოსაყრად, ხო? მე დავრჩი პარლამენტში ზუსტად მაგიტო გიორგი და 20-მდე 2020 წლამდე უფრო მეც გეტყვი თუ გადაახვევთ და ნახავთ მე ჯერ კიდე უმრავლესობის წევრი ვიყავი და ალბათ გედი იყო კიდე ასეთ ფოფხაძე მეც გედი მიყვარს ძალიან გედი საანცუდი სიტყვა აქ პარლამენტში ნათქვა ნუ ეხლა სიტყვები შეიძლება ვიღაც ჩემიც არ მოეწონოს ესე სხვა რაღაცას ვამბობ ნახე ალბათ ვიყავი ერთ-ერთი თუ ერთადერთი არც ვიცი ვინც უმრავლესობაში იყო და ღია თუ პირისპირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე იყო კობახიძე მაშინ და ღია მე ჯერ კიდევ იქ ვიყავი ოცნებაში როდესაც ღიად ვლაპარაკობდი მე კულუარებში ვლაპარაკობდი ამ თემებზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა წყავთ აი ვინ წამოვიდა მე ხა მაგერად პასუხი პირისპირდება ანუ თვლიდნენ რომ ანუ ბიზინა გიცუდი შედარება გააკეთე და ალბათ იხუბრეთ ვიხუბრე რა თქმა უნდა ეხლა დიმიტრი ხუნდაძე არ შევიდარები ხართ კონტრასტისთვის დავდე ეხლა კი მეუბნებიან ვიღაცებს ქუჩაში შემხვდა და მითხეთ ბიზინა როგორც მოიყვანე ისე წაიყვან ჯერცერთი მე არ მომიყვანია ბიზინას მე დავხვდი ამ ბრძოლაში ბიზინა რომ მოვიდა 2011 წლის ოქტომბერში გამოჩნდა მე ვიყავ პროცესებში უკვე წინა ხაზზე ხაი ნაციონალური მოძრაობისთვის როგორი ხერხემალიც იყო მანამ სანამ ხმალი და ისე შეცვლილი იყო აუ რაღაცის კითხვა მინდა კი სასამართლო არ დავაცალე მაინც კი კიდე ამ კომენტარებში მე გამონაწყავი ვიცი მაგრამ ისეთი ვერ შვიდად ესე ვერ ვიტყვი ისეთ კაი რაღაცებს მიყვება უნდა დავუსვა აი მოსამართლეების აი ამ მოსამართლეების ფსიქოლოგია მაინტერესებს ჯერ არ კარგი კითხვა იმიტომ რომ აი ამას აკეთებენ უფრო შიშის გამო უფრო კონფორმიზმის გამო აი და ტექნიკურად როგორ ხდება გიო ეს არავის არ აუხსნია აი ეს აი რა კარგი ბიჭი ხარ ტექნიკურად როგორ ხდება რომ მართლა ურეკავს ვიღაცა მაშინ მაგის კიდე გავავრცო ბარემ და ეს კითხვის ამ კითხვის დასმა მინდოდა მიუხედავად ყველა რეფორმისა რითი ვიცავთ მოსამართლეებს გარდა იმისა რომ უვადოთ არის და კაი არავის სამსახურიდან არ გაუშვებს და არ მოხსნის და რაღაც ხელშეუხებლობა აქვს არაფორმალური ზემოქმედებისგან ან შანტაჟისგან, დაშინებისგან რითი ვიცავთ მოქალაქის ამ მოსამართლეებს. აი, მაგალითად, უვადოთ არის პატიოსანი მოსამართლეები, მოვიდა ეუბნება რომ შულს მოგიკლავ სიტყვაზე. პირველი. აი, მაგას რითი ვიცავ? აი, ჯერ იმის აქვს. აი, ორი არაჩვეულებრივი კითხვა, ეხლა გაჩვენეთ ცოტა ხანი და მაპასუხებინეთ. არაჩვეულებრივი ორი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მართლა ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეხლა რომ ყველა შეეხო ეს სასამართლო. ჩამოხრჩობას ვაპირებდიო კაცი ამბობდა სასამართლო შენობაზე. რატო იყო ის მაშინ განგა იმიტომ რომ მე მაშინ ვიგრძენი რომ მართლა მარტო დავრჩი იმიტომ რომ მოსამართლეებს რომ მე ირჩევდა 1 წლის მერე ოცნება და რომ ვთქვი რომ ხალხო გამოდით გარეთ თორე ეს უბედურება მოხდება მეთქე რაც ახლა ხდება 50 ადამიანი ვიდექით პარლამენტთან დავიწყო ახლა საყვედურები სად იყავით თქო? აი მე ვიდეო ჩავწერე ამ ყევით მეთქი ყველა ვიდეოები ჩავწერო თქო და ეხლა სასამართლოს ამბავი ნახე როგორი სისტემა შექმნეს. ორი ფაქტორია, შიში და მატერიალური ინტერესი. ყველა ერთმანეთთან უკვე დაკავშირებული ადამიანია პირდაპირი ნათესაური კავშირით. აი თქვენ რომ ჩახედოთ სასამართლოში ხა 300 მოსამართლეა დაახლოებით. 300 მოსამართლე ერთმანეთთან რითია დაკავშირებული? მძახალი რძალი, ბიძა, ბიცოლა, მაზლი, ქვისი. აი ეს არის ერთი, ანუ უკვე შეკრულია რაღაცა კორპორაცია. რაღაც მოუძებნეთ ახალი სიტყვა, სწორი სიტყვა ქონდა მაგისთვის მოგონილი. კლანი ხო, მაგა ესეთი რაღაცა კორპორატიული დახურული, ეს ერთი, მეორე. ეს არის მატერიალური სარგებლობა, იმიტომ რომ ეს ნაყიდი ყავს ეს ხალხი უმრავლესობა იმანიშვილს და მათ აღარ აქვს თავისუფალი მოქმედების არეალი, მათზე დევს კომპრომატები და უკვე ისე არიან ამაში გათქვეფილები, ათქვეფილები, რომ აი თეთრი წყაროში რომ არაჩვეულებრივი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, ესეთი დარჩა რამდენიმე, აი კარგი მოსამართლეა ქეთი მესხიშვილი, რამდენიმე დარჩა არ ვიცი რამდენი 20, 15, 30, რომელიც აი ამის მიღმაა. დანარჩენი ყველა არის უკვე ამაში შესული. ეს არის რაც ჭირს დღეს ქართული ოცნების წევრებს.
ვინც კი ერთხელ მოიყიდეს, ხო, მათ შორის ივანიშვილმა, ვიზეც კი მოახდინა, ჩემზე მას გავლენა ვერ ექნებოდა ვერასდროს, იმიტომ რომ მე არ ვიყავი მასზე დამოკიდებული ადამიანი და თავიდანვე გავარკვევი. ვიზეც კი გავლენა მოახდინა, იყიდა, ფული გადაუხადა, სამსახური მისცა, ოჯახი, მიწის ნაკვეთი, ოჯახის წევრები, ასე შემდეგ, ხო? ყველა უკვე იქ არის. იმ ტექნიკურად როგორ იკერება, ეხა აი თუ ისედაც იციან რა განაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუ აი თუ არ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომელთა ყველა სასამართლოს ყავს თავმჯდომარე, მათ აქვს საკონტაქტო ცალკე ხაზი. არ ვიცი ხა ტელეფონია თუ პირობითად არ გაგეცნოთ პეიჯერია თუ მოგე თავისი ხაზი აქვთ საკონტაქტო და ყველა გადაწყვეტილება ჯერ გადაწყვეტილებამდე საქმეები ვისთან რა მიდის იციან რანდომიზაცია არ ხდება ელექტრონულად მიუხედავად იმისა რომ ეს რეფორმა მივიღეთ გიორგი გავაკეთეთ ეგ ტექნიკურად სისტემაში ჩარევა როგორ შეუძლიათ ფაქტორი შეუძლიათ იმიტომ რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა მაგრამ შემთხვევით ხო არა რომ ყველა პოლიტიკური საქმე ერთ ეგრევე იგივე 5-6 მოსამართლე ტრიალებს აკონტროლებენ იმ სისტემას ხო ახლა რასაც გამოიგონებს ადამიანი მასში ჩარევა შეუძლია ვის აქ იმაზე ზედამხედველობა იკითხე და მიხვდები და სასამართლოში ვერავინ ვერ შევა გარედან აი ნეიტრალური თავისუფალი ხაი შენ რო გახდე მაგალითად იყო კარგი იურისტი ჩააბარო მოსამართლის გამოცდა არ არსებობს შენ ვერ შეხვალ დახურული სისტემა ამიტომ ყველა უკვე ვინც არის ამ სასამართლოს შიგნით მოსამართლე ანუ უმრავლესობა არის როგორც გითხარით ნათესაური და მატერიალური ნიშნით დაკავშირებული ადამიანები. სიას მოსამართლე რანაირად აღმოჩნდა რომ სისხლის სამართლის რაღაც გამოსდა არა აქვს ჩაბარებულიო და მაინც შემილია რომ ეგ არის ხო საერთოდ კიო შენი კითხვაც და მომავალში შენ კითხვაზე მოკლედ რო გიპასუხო ვიღაც ქურდი დაადგა სიტუაცია ქურდის ხალხი. მოსამართლე არ შეიძლება იყოს ჩემი და შენი დასაცავი. არა, მოსამართლეობად კი, არა, მოსამართლეობა თუ გინდა მოსამართლეობის პირველი ტესტი არის რომ გარე ყველა თვითონ უნდა ედოს თავში ეგეთი გარე ზეგავლენებისგან ზეწოლებისგან უნდა იყო მედეგი მყარი ავის მტკიცე ხა თუ გეშინია და ერთი მუხლი იქნება შესაბამისი მოსამართლის მუხარა ეგ ფორმალურად ხო უშუალოდ უნდა მივიდეს ანუ იმაში ეგ დაცულია კონსტიტუცია იცავს ყველაზე დიდი გარანტიაა გიორგი არ მე მაგას არც კი ვსაუბრო მე ვიფიქრე რომ აი ფორმალურად არის რაღაც დეპარტამენტი რომელიც შეიძლება მოსამართლეების უსაფრთხოებაზე ესე სპეციფიურად კონსტიტუციაში კი წერია მაგრამ რეალური ტიპები ვინც აი მოსამართლეების შესახები ადამიანები ვინც შეიძლება ესე არ ჩანან არავინ არ იცოდეს მაგრამ აი ეგეთ ზემოქმედებებისგან დაიცვან მოსამართლეებს ხალხი დეპარტამენტი არ მგონია პირიქით უარესი შეიძლება იყოს არ შეიძლება არსებობდეს უჩინარი ადამიანები კანონის მიღმა არა კანონის მიღმა არ ვიზახი თანამდებობებზე ოღონდ რაღაც აი პრემიერ-მინისტრისგან ვიღაცისგან არ ვიცი ვინმესგან არა სასამართლოს ტო არის ცალკე თავისუფალი არა თავის გადაწყვეტილებებში ხომ მივიძახი მათ უსაფრთხოებაზე რომ იზრუნო კანონი იცავს როგორც სხვას იცავს მას იმარად მოვა 9 გრამიანი ტყვია თავში და ეს კანონი ნუ ეხა ასე ვინ არის დაზღვეული 9 გრამიანი ტყვია ჩვენ ასე პარლამენტარებს ვინ იცავს მაშინ ჩვენ მერითი ვიყავი დაზღვეული მაგ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდი ჩემი შინაგანი სიმყარე უნდა იყოს ჩემი მშველელი თორე ასე რომ შეეშინდა ვიღაცა დათანხმდა და აკეთებს იმას და ვისაც არ ეშინია მე დაჯდება ასე და მოისმის თქვენს გაგიშვებთ უბრალოდ ბოლო აი ეს რო არ ვიკითხო არ შეიძლება როცა ხელისუფლება შეიცვლება მე ძალიან საინტერესო უბრალოდ იმაზე შეხვედრაზე მიდის როგორც ვიცი როცა ხელისუფლება შეიცვლება ეს ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს გაჯანსაღება მოკლედ თუ შეგიძლიათ ვთქვათ რომ გაყო არ გაყრი ყველას ერთად არა მარტო ეხა არა აბა ამდენი წელი რომ მუშაობ რა ფორმით გაყრი აი მაგ კონსტიტუციაში გვჭირდება ცვლილება ორი გზა არის ამაზე ხომ მუშაობდი და ეს იყო მათ რაც იგრძნეს საფრთხე ერთი იყო კონსტიტუციაში ჩანაწერი არის დღესაც არის რომ ვიდრე უვადოდ გაამწესებ გამოსასწრელი ვადით ნიშნავ მოსამართლეს და იმ ვადაში ანუ ყველა მოსამართლე უნდა გადაინიშნოს თავიდან მოკლედ ყველა მოსამართლეს სპეციალური ფილტრია თვითონ კონსტიტუციაში ჩადებული რომ დროებით გაამწესებ და შემდეგ მათი საქმეების შესწავლა ხდება აი ეს გადაწყვეტილებები ხარ ასაც იღებენ არის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება ვის მიმართ არსებობს სანდოობა და ვის არა და შემდეგ ინიშნებიან თავიდან და ინიშნება ყველა ის მოსამართლე თავიდან ვის მიმართ არსებობს სანდოობის და კეთილსინდისერის ის გამოიწვია რომ ზუსტად მაგ გამოსასწრელ ვადაში აკეთებენ ყველაფერს რასაც დაავალებენ ოღონდ უვადოდ დანიშნონ არა ეს არის მე გეუბნებით ეხლა რა წერია მეორე და მოკლე გზა
არის აი რაზეც იყოს უსაუბარი ვეტინგის თემა, ხო? ანუ კომისია, რაც მოლდოვამ გააკეთა, რაც იქ ხდებოდა, სპეციალური კომისია იქნება, როდესაც იცვლება ხელისუფლება და სასამართლო სანქცირებულები არიან მოსამართლეებისაც სანქცირებული მოსამართლე საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვა რამდენად შეიძლება მაგაში რომ მეტი სანდოობა ქონდეს? შეიძლება და შეიძლება იყოს ადგილობრივი რესურსითაც. აი ისე რომ გამოვიდეს რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველი იმას ქნა რა და თავისი ხო, ამიტომ უკვე არის ამის პრეცედენტები. არა მარტო მოლდოვის მაგალითია, სხვა ქვეყნებისა, სადაც მოხდა ფილტრი და მოსამართლეები, რომელთაც ვერ გაიარეს კეთილსინდისიერების ტესტი, გაათავისუფლეს. მოკლე გზა არის ეს. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყავს და ისეთი ხელისუფლება მოვიდა, პირდაპირ შეცვლის ჩანაწერს კონსტიტუციაში და უვადო აღარ იქნება არავინ და მოხდება თავიდან გადანიშნა. ჩემი აზრით ქართული ოცნება როცა ხელისუფლებიდან წავა, უმრავლესობას არ შეუძლია რომ მოსამართლე გაუშვას. პირდაპირ ვერ აგიოდი, აი როგორ არის, უზენაეს სასამართლოს მოსამართლე შეუძლია იმპიჩმენტი გამოუცხადოს მოსამართლეს და მერე პარლამენტი უყრის კენჭს თუ იუსტიციის საბჭოში ხდება. პარლამენტი უყრის და მერე საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, იმიტომ რომ უზენაესის მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს იუსტიციის საბჭო. საბჭოც უნდა შეიცვალოს, აი ეს კლანი იქ უნდა დაიშალოს, იმიტომ რომ საბჭო რეალურად სასამართლოს პარლამენტია. საბჭო არის სასამართლოს პარლამენტი, ხო, რაღაც ესე ბჭყალებში, ხო? ამიტომ, ხო, ნუ თუ გინდათ ამას სხვა დროს ვისაუბროთ. მაგასაც პარლამენტი ირჩევს საბჭოს წევრებს, ყველას? მხოლოდ 5-ს. 5-ს და არის უმრავლესობას 15. 15. მოსამართლეები ირჩევენ უმრავლესობას თვითონ. თავარი იარაღი მანდარი, ანუ ზეწოლის. მოკლედ ამაზე ერთი გადაცემა ცალკე გვინდა. ცალკე სასამართლოს ხო აი ძალიან ხას ყველა დეტალში ჩამოვიდო. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ იმდენად ჩემი ყველა სასამართლო თემა ეგაა. თუმცა არავის სხვა კითხვებსაც ღიმილით ვისმენ უკვე მივეჩიე, მაგრამ აი ეს არის სუფთა პროფესიული დისკუსია საჭირო, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვცვლით ამ სისტემას ისე, რომ ვინარჩუნებთ რაღაცა სტანდარტს. ხო, და არა ისე ხა თავის დროზე 2006-ში სახელი შეუცვალეს და სააპელაციო ხო ქვია ხა. ერქვა საოლქო. სახელი შეუცვალეს და გაყარეს მოსამართლე. საოლქო იყო ცოტა უფრო ზედა ის. სახელი სხვა არის, სამსახურიდან რომ შევენ პოლიცია გავუხდა. ეხლაც აი გამომწერს, აი ის მომენტი არის, როგორც რუსეთში პოლიტიკოსკაი წერს, რომ ანუ კარგად რომელი მოსამართლეებიც იქცევიანო, იმათო ეს საქალაქოებშიო და ანუ კაი სასამართლოებში აწინაურებდნენ და მე ვიღაცები გადასახლებაში უშვებდნენ. აი რატო ბატონი ვლადიმერ ხუჭვა არჩეულები მოსამართლე არის. ეხლა გადასახლებაშია რეალურად ეგრე გამოსა. ხო, თეთრი წყაროში, იმიტომ რომ მის ყველა გადაწყვეტილებას გიორგი დახვდება აქ ზემდგომი ინსტანცია ჩინჩალაძის სასამართლო და გააუქმებს. ამიტომ იქ გადაწყვეტილება რაც უნდა მიიღოს. აიტანენ ბატონ პროკურორზე მინდა კიდე ერთი კითხოთ ფარცხალაძის დანიშნვის დროს. ხმა ხომ მიეცით ფარცხალაძეს? თუ არ იყო მაშინ პარლამენტში? არა, მაშინ არ იყო, ის მერე შემოვიღეთ ჩვენ. მერე მოხდა გენერალური პროკურორის არჩევა პარლამენტის მერე მოხდა. ჩვენ ესეთი რამე გავაკეთეთ და ეს იყო ერთ-ერთი კარგი რეფორმა, რაც მივიღეთ, რომ პროკურატურა რომ გაგვეთავისუფლებინან პოლიტიკური გავლენებისგან, საერთოდ გამოვიყვანეთ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და მივეცით დამოუკიდებლობა და უთხარით, რომ ხალხო, აი დამოუკიდებლობა გაქვთ კონსტიტუციაში. და ვინ ნიშნავდა გენერალურ პროკურორს? მერე უკვე პარლამენტი, მაგრამ მანამდე იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი. ეს ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ანუ აღმასრულებელი. იმიტომ იუსტიციის სამინისტრო შედიოდა. ან ფარცხალაძე დანიშნა თეატრულკიანმა? მაშინ წულკიანი იყო, მე მგონი მერე მოვიდა წულკიანი, აი ზუსტად წულკიანი იყო თუ რა არის ყველაზე სამწუხარო. იყო თუ რა არ მახსოვს, მაგრამ იმ პერიოდში იყო ერთად მერე გავყავით იუსტიცია და პროკურატურა და მერე უკვე საერთოდ კონსტიტუციით პროკურატურა გახდა დამოუკიდებელი. პროკურორები მინდა კითხოთ ზემდგომი, ქვემდგომი და ესეთი ტიპები რო არიან რა. აი პროკურორს ჩვენ რო გაგიშვათ ხო დაგაგზავნე. მე რამდენი ულიმიტო გადაცემა. ძალიან საინტერესო. არა, ულიმიტო გადაცემა. YouTube-ზე ქრონომეტრაჟი. არა, აი, საათ რახევარი გზელდება ხოლმე, ეხლა 2 საათი. აი, იმაზე პროკურორის. მე არ გიდეთ კიდე რომ მოვიციო ხო დროს. სერია მეორე. მაშინ ხაი ხო, იურიდიულ აი რაღაც პროფესორი. აღარ გვინდა ეს ჩავიდე. მითხარი ეს ბოლო კარგი. თქვა ეს ანუ აი ზემდგომი პროკურორი ძალიან დიდი ზეგავლენის, ანუ იურიდიულად აი როგორც დაწერილია ფურცელზე. ჩვეულებრივ რიგის პროკურორს თავის ზემდგომი ვინც ყავს.
ის ანუ ძალიან ჩაგრავს თუ შეუძლია რომ შეეპასუხოს რაღაცეებში. შეპასუხება გიორგი, ყველა კანონის ფარგლებში. კანონის ფარგლებშიც რა უწერია. კოდექსი დაუდოს და არა ძმაო ესე არ არის. კი, ვერტიკალური კი არის სისტემა, მაგრამ კანონში უწერია, რომ თუ ქვემდგომი პროკურორი არ ეთანხმება ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას, მას შეუძლია ეს წერილობითაც აფიქსიროს. აი, ეხა ეს ამას არავინ არ ფორმალობაზე. ეს кейსი არ იქნება. кейსი არ იქნება, მაგრამ ეს ხო რეალურად დასანერგია, როგორ დაიცვას რიგითმა პროკურორმა თავი, როცა არ უნდა სუდის საქმის გაკეთება, ვთქვათ. გაბედული მე მაგას ვფიქრობდი, რომ აი ვთქვათ სამი ეგეთი რომ შეიკრიბოს, შეეძლოს ზემდგომის გადაწყვეტილების რაღაცა იურიდიულად. აი ხა ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, აი ჩვენ ხო რეალურად ლაპარაკობთ ხელისუფლების მერე რა შეიძლება იყოს ლაპარაკიო, რო თქვით. კი, ძალიან საინტერესოა, მაგრამ სამწუხარო ისაა. მაგაზე ერთი გადაცემა თავი დამქნათ რა. სიამოვნებით მოვა მაგ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ისაა, რომ აი ეს რანაირი კონფიგურაციას არ უნდა ჩავატაროთ კანონმდებლობის ცვლილება თუ კონსტიტუციის ცვლილება თუ ასე შემდეგ, ვერ მივედით ჩვენ ისეთ სისტემამდე, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს მავნე მართველებისგან. აი, რაღაც ამერიკა ალბათ ყველაზე მეტად მივიდა, ხო, მაგ სისტემამდე, რომ ერთი მართველი გინდა გითხრათ აი, ჩვენ ვერ მივედით, რაც ამბავი. რატო გჭირს ეს ამბავი? აი, როდესაც ვისწავლით პირველ რიგში იმას, რომ საკუთარი აი ისტორიები როცა აქვთ ადამიანებს უსამართლობის. აი, იმ ისტორიებს ბოლომდე მიიყვანენ. და მე შემდეგ ხრის მიმართაც იქნებიან ემპათიურები და სხვის საქმეებზეც ისწავლიან ხრის ამოღებას, აი ამას როცა ვისწავლეთ, ესეთი უსამართლო სისტემა არ გვექნება. აი, იმიტომ რომ თავის დროზე ბევრი ადამიანი გაჩუმდა. დღესაც ბევრი ამბობს, ზოგს ეშინია, ზოგს აი ეს პრობლემა აქვს და ამ შემდეგ. ვინ იბრძვის დღეს? ღიად, უმრავლესობა იბრძვის? ცოტა იბრძვის. არა, რა თქმა უნდა. ცოტა. აი, ვიდრე არ შეიძლება ეგ ვითარება და მე სულ ამას ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, იურისტებს ვასწავლებ და ვეუბნები, რომ შენი საკუთარი ბრძოლა მიიყვანე ჯერ ბოლომდე. ნუ გეზარება რაღაცა სულ სამართლოდ რო გექცევა ის პატრულის თანამშრომელი. ბოლომდე გააგრძელე ის პროცესი. კი, ნუ დაიწყებს, მოდი შემამოწმე და კი, ნუ ეტყვი რომ ყველაფრის უფლება გაქვს. არა, წინააღმდეგობის გაწევაც უნდა ისწავლო. აი ამას როცა ვისწავლით, აი ეს არ დაგვემართება რაც დღეს. აღარ მინდა საკითხის დასმა რაც მოხდა ადვოკატ ასოციაციის არჩევნებზე მაგასთან დაკავშირებით, მაგაზეც ვილაპარაკოთ მე. ყველაფრის ესე არ არის ცალსახა ამბავი, არ არის. ამ გადაცემას ვოლუმ 2 ჭირდება. მე იმიტომ ლაპარაკობ ასეთი. კი, მე მგონი გამეორება ჭირდება ამ ხო, არა, მე ასე იმიტომ ლაპარაკობ ცოტა არ ვიცი ვიღაც არ მოწონს ეს ტონი, მაგრამ მე არ მახსოვს დრო, იმიტომ გავიხსენე 29 წლის წინ დავიწყე პროფესიაში შესვლა. მე არ მახსოვს დრო, როდესაც ვიყავი ჩუმად. მაგრამ მახსოვს ხალხი, რომელიც დღეს ლაპარაკობს, მაგრამ გუშინ არ საუბრობდა. ამას რომ ხედავ, მე პირიქით ბრაზობ იმ ხალხზე და მე რომ მისვამენ ამ კითხვებს, მე უფრო მეტი კითხვები მიჩნდება მათ მიმართ. დღეს კი არ უნდა გაგახსენდე სასამართლო რო ესეთი, აი სასამართლო რო ინგრეოდა, ჩუმად იყვნენ. ამაშია, აი აქ არის პრობლემა. მობრძანებისთვის იმედია მე არ გამიწყდებით იმის გამო გავახმოვანე რამდენიმე ჩემი შეფასებითაც უტაქტო კითხვა, მაგრამ ეს კითხვა რა არსებობს. მე ხო გითხარით, ღია ვარ, ყველა არა, მე არასდროს არ გაუბივარ კითხვებს, იმიტომ რომ და მადლობა კიდევ ერთხელ ბოლო 2 წლის განმავლობაში მე განსხვავებულად ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე რაღაც სფეროებში პრინციპულობა გამოავლინეს. ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრინციპულობა თქვენ მხრიდან მაინც ეგ იყო ის წამოსვლა და არა მიშასტროებს ზოგადად მიშასტროს რა ვიცი მეცაკის ყველა აქციებზე ვიდექით მაგრამ არა ყველა არ ვიდექით ეხა ეგეთი წრიდან რომ უკან გამოხვალ ხო არა ის განსაკუთრებით მე მახსოვს დღეები როდესაც 20 და 30 და 50 ადამიანზე მეტი ვერ გამოდიოდა ყველა არა მე 2012 წელს ვიდექით ხო ამიტომ ზუსტად მანდ არის პრობლემა იქ რო ხმას არ იღებდნენ და ჩუმად იყვნენ ის ხალხი დღესაც ჩუმად არის აი მე მანდ მაქვს პრობლემა არ ვიდექით ჩემთვის მოუყოლიათ კობახიძე როგორ ეუბნებოდა იმაზე რა ქვია ლექციაზე მიშასტროს რომ მე ვიხავს ემპათიებს ვინც ყველა დროში მისიანია თუ სხვისიანია აი ყველა სტანდარტით მოძრაობს აი ეგეთი ხალხი მაგრამ ეგეთი ხალხი ცოტა ვიცი სამწუხაროდ გეთანხმებით ცოტა ვიცი დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე მგონი როდისმე გავიმეოროთ მე გაცილებლად კი არ გაცილებით ხო სიხეზეც ბევრი დაგვჭირა სალაპარაკო და სავარაუდო საჭირო რეფორმებიც მადლობა ყურადღებისთვის